როგორც რონ სიმონსი იტყოდა, ჯანდაბა. აი ამას ყვიროდნენ რუსი ჯარისკაცები, ოღონდ აქ სხვა ტიპის კაშხალი იწვევდა პრობლემებს. ეს კაშხალი ხელს უშლიდა წყლის ჩადინებას რეზერვუარში ბელგოროდში. რაც სწორედ ისაა, რასაც კაშხალი უნდა აკეთებდეს. უკრაინამ ეს დაინახა და იდეა მოუვიდა. დაარტყე კაშხალს და რუსებს წყალი წაიღებს. ზუსტად ეს გააკეთა უკრაინამ. დრონით განხორციელებულმა დარტყმამ რუსული კაშხალი უზარმაზარ იარაღად გადააქცია და შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ პუტინს და მის გარემოცვას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. 20 ივლისს ტელეგრამის არხმა პეპელ ბელგოროდმა ეს ამბავი გაავრცელა. უკრაინამ სულ ახლახან განახორციელა გამანადგურებელი დრონით დარტყმა, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა ბელგოროდის შებეკინსკის რაიონში მდებარე კაშხალს. კაშხალი მდებარეობს ბელგოროდის მთავარ წყალსაცავზე და ჩანს, რომ უკრაინამ ის 19 ივლისს მიზანში ამოიღო. და ეს ყველაფერი არ არის, როგორც იგივე არხმა გაავრცელა. კაშხლის შევსებისა და აღდგენის მცდელობებს დამატებით აფერხებს დრონები, რომლებიც აგრძელებენ თავდასხმებს როგორც თავად კაშხალზე, ასევე მისკენ მიმავალ პერსონალზე და ტექნიკაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინის თავდასხმები არ შეჩერებულა. მისმა დრონებმა მოახდინეს ის ძირითადი ზიანი, რაც მათ სურდათ მიეყენებინათ. შემდეგი ამოცანა რუსეთისთვის. შეკეთების აღკვეთა და დარტყმების მიყენება ნებისმიერ სამხედრო პერსონალზე, ვინც ძალიან ახლოს მივა. უკრაინას სურს, რომ წყალი განაგრძობდეს დინებას და როგორც მალე გაიგებთ, წყალი უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა რუსეთისთვის. მაგრამ ჯერ დაზიანება. მედუზა იუცხება, რომ კაშხლის წყალსაშვის დაახლოებით 30 მეტრიანი მონაკვეთი დაზიანდა დრონით განხორციელებული დარტყმის შედეგად და წყალი შემაშფოთებელი სისწრაფით მიედინება. სასლეტი არხები არის უსაფრთხოების ნაგებობები, რომლებიც ან კაშხლის ნაწილად, ან მის გვერდით არის აშენებული და გამოიყენება იმისთვის, რომ წყალსაცავის შევსების შემდეგ წყალდიდობის წყალი უსაფრთხოდ გაიყვანოს წყალსაცავით. აქ მთავარი საკითხი კონტროლია. წყალი მაინც გადადის კაშხალზე, მის გარშემო ან მის გავით, მაგრამ ის ისე არის მიმართული, რომ არ გამოიწვიოს არანაირი პრობლემა. ბელგოროდის კაშხალმა ფაქტობრივად დაკარგა ერთ-ერთი წყალსაშვი, რაც ნიშნავს, რომ წყალი რომეს უნდა ეკონტროლებინა. ამასთან ერთად, ჩანს, რომ უკრაინამ ასევე მიაკენა პირდაპირი დარტყმა გზას, რომელიც კაშხლის წვერზე გადის. გზის დაზიანება, რა თქმა უნდა, წყალდიდობას არ იწვევს, თუმცა ეს მნიშვნელოვნად ართულებს რუსული სარემონტო ჯგუფებისთვის დაზიანებულ წყალსაშთან მისვლას. მათ უწევთ გზის გარშემო შემოვლა, რათა მიაღწიონ საჭირო ადგილს. ეს მარტივი საქმე არ არის, რადგან კაშხლის წვერი საკმაოდ ვიწროა. ჩვენ ასევე ვახსენეთ შემდგომი შეტევები. WS 20 1 ივლისის ანგარიში ნათქვამია, რომ მთავარი იერიშის შემდეგ გაშვებული დრონები კიდევ უფრო აზიანებენ ბელგოროდის კაშხალს. ჰიდრავლიკური აღჭურვილობაც დაზიანდა, რამაც გამოიწვია წყლის კიდევ უფრო ნეკონტროლირებადი გამოშვება, რაც დაემატა გადაღვრილი წყლის გამო გამოწვეულ წყლის ნაკადს. ბელგოროდში ახლა უკვე განგაშის სიგნალებია. ხელისუფლება აფრთხილებს, რომ თუ შემდგომი შეტევები განხორციელდება, კაშხალში უფრო სერიოზული გარღვევა შეიძლება მოხდეს. რაც შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე დასახლების დატბორვა და ათასობით ადამიანის ევაკუაცია. ეს უკვე საკმაოდ ახლოსაა განხორციელებასთან. მილიტარნი დამატებით დეტალებს გვაწვდის და აღნიშნავს, რომ წყლის საწყისმა ნაკადმა ნეჟაგოლის მდინარემ, რომელიც შებეკინოს გვერდით მიედინება, სწრაფად და იმ დაივსო იმდენად დაივსო, რომ ნაპირს გაცდა. ამ მდინარის ნაპირზე არსებული ინფრასტრუქტურა და შენობები უკვე წყლით ივსება. და სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, რადგან უკრაინა აგრძელებს შეტევას. მახლობელ ბეზლიადოვკაში, რომელიც ამ მდინარის ქვედა დინებაში მდებარეობს, ასევე ვხედავთ წყლის დონის მატებას. და პოპადის ქუჩაზე ამ რეგიონში ადგილობრივები იუწყებიან, რომ იქ ტბა წარმოიქმნა, რაც მანქანებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილებას ძალიან ართულებს. ბელგოროდის მცხოვრებლებს ამ წყალდიდობას უკვე შეჩვეულები უნდა იყვნენ. ეს მათ ადრეც გადახდათ. უკვე 2025 წლის ოქტომბერში უკრაინამ მსგავსი დრონით თავდასხმა განახორციელა იმავე ბელგოროდის კაშხალზე, რომელსაც 19 ივლისსაც დაარტყა. მაშინაც მსგავსი სტრატეგია ვიხილეთ. დრონით თავდასხმამ თავდაპირველად კაშხლის გარღვევა გამოიწვია, რის შედეგადაც მდინარის წყლის დონე აიწია. შემდეგ უკრაინამ დამატებითი დარტყმები განახორციელა, რათა შეეფერხებინა სარემონტო სამუშაოები და მეტი უკონტროლო წყალი გაეშვა მიმდებარე რეგიონებში. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ დაადასტურა, თუ რომელი უკრაინული დანაყოფი განახორციელა დარტყმა და ისაუბრა მიყენებულ ზიანზეც. ბელგოროდის წყალსაცავში დღეს ბზარი გაჩნდა. თავდაპირველი დარტყმის შემდეგ წყლის დონე 100 სანტიმეტრის დაეცა. დარტყმა უპილოტო სისტემების ძალების პირველი ცალკეული ცენტრის ჩიტებმა განახორციელეს, განაცხადა ბროუდი. სატელიტური ფოტოებიც გამოჩნდა ოქტომბრის დარტყმის შემდეგ, რომლებმაც აჩვენეს, რომ წყალდიდობის მასშტაბი დრამატული იყო. ბეზლიადოვკას მიმდებარე ტერიტორია წყლით დაიფარა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასახლება თითქმის გასშემორტმული იყო, იტყობინება ექსელ ექსონოვა პლუსი. იგივე წყარო იუწყება, რომ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი საეჭვოდ დუმდა ამ ყველაფერზე, რაც როგორც ტელეგრამის არხი აღნიშნავს, ნაგავით ცდილობს ინციდენტი საუკეთესო საბჭოთა ტრადიციით ბით ჩაახშოს. ამჯერად ასე არ მოხდა. უარყოფა შეუძლებელია იმ ზიანის, რომელიც უკრაინამ ბელგოროდის კაშხალს ივლისის თავდასხმით მიაკენა და უკვე გაიცემა გაფრთხილებების შესაძლო ევაკუაციაზე.
ოქტომბრის დარტყმის შემდეგ კაშხალზე მიმდებარე რეზერვუარში წყლის დონე 1 თვეზე მეტხანს დაბალი დარჩა. უკრაინა იმედოვნებს, რომ ამჯერადაც მსგავსი შედეგი იქნება. ამ ეტაპზე შეიძლება რამდენიმე შეშფოთება გიტრიალებდეთ თავში. როგორც ჩანს, უკრაინამ დაართვა ობიექტს, რომელსაც ბევრი სამოქალაქო სამიზნედ მიიჩნევს. მართალია, სწორედ ბელგოროდის კაშხლის მიმდებარე დასახლებებია დაუყოვნებლივ დაზარალებული და რუსეთი ცდილობს ეს დარტყმა უკრაინის უპილოტო ძალების ტერორისტულ თავდასხმად წარმოაჩინოს. უკრაინა ამ შეშფოთებებს ორ არგუმენტით უპასუხებდა. ეს შურისძიება და ბელგოროდის კაშხალს სამხედრო თვალსაზრისით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბევრს გონია. შურისძიების მხრივ, რუსეთი კაშხლების განადგურება მისთვის უცხო არ არის. თუ ფიქრობს, რომ ეს შეიძლება რაიმე ფორმით ავნოს უკრაინას. ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ შეჭრის დასაწყისამდე, რომ დავინახოთ ეს. 2022 წლის სექტემბერში რუსულმა რაკეტებმა დაარტყეს რეზერვუარის კაშხალს სამხრეთ უკრაინულ ქალაქ კრივოი როგში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს თავდასხმა ტერორისტულად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ კაშხალს საერთოდ არ ჰქონდა სამხედრო მნიშვნელობა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს არ ჰქონდა არანაირი გამართლება მის დასათქმელად. ეს ასე არ არის ბელგოროდის კაშხალთან დაკავშირებით, როგორც მალე გაიგებთ. თითქმის 1 წლის შემდეგ, 2023 წლის ივნისში, ხერსონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგური განადგურდა. ეს კაშხალი, რომელიც დნეპრის მდინარეზე მდებარე 6 კაშხალიდან ერთ-ერთია, აკავებდა ისეთ დიდ რეზერვუარს, რომ ადგილობრივები მას კახოვკის ზღვას ეძახიან, რადგან ის იმდენად დიდია, რომ ზოგ ადგილას მეორე ნაპირს ვერ ხედავ. ეს თავდასხმა ცოტა უფრო რთული იყო, ვიდრე წინა კაშხალზე თავდასხმა. ნატომ და უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულეს კაშხლის განადგურებაში, მაშინ როცა რუსეთმა განაცხადა, რომ ეს იყო უკრაინის დარტყმა, რომელმაც ზიანი მიაკენა, როგორც მაშინ BBC უწყებოდა. უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინამ საკუთარი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განახორციელა შეტევა. არამედ ამით ათასობით საკუთარი მოქალაქეც საფრთხეში აღმოჩნდებოდა. გარდა ამისა, როგორც BBC ამბობს, კაშხალი სპეციალურად აშენდა იმისთვის, რომ გარედან ძლიერი დარტყმა გაეძლო. შესაბამისად, მისი სრული განადგურება უფრო სავარაუდოა, რომ შიდა აფეთქებამ გამოიწვია. და რადგან რუსეთი აკონტროლებდა იმ რეგიონს, სადაც კაშხალი მდებარეობდა, ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ თავად რუსეთმა აფეთქა კაშხალი, შესაძლოა კალბი დროშის ოპერაციის მცდელობის ფარგლებში. თავარია კი ისაა, რომ რუსეთისთვის კაშხლებზე თავდასხმა უცხო არ არის. უკრაინისთვის ბელგოროდის კაშხალზე 19 ივლისს განხორციელებული დარტყმა სამაგიეროს გადახდა. თუ რუსეთს შეუძლია ეს დაუსჯელად გააკეთოს, მაშინ უკრაინაც შეძლებს კაშხლებზე შეტევას, რათა ომი რუს ხალხს დაუბრუნოს. თუმცა როგორც ხშირად ხდება უკრაინის დარტყმების შემთხვევაში, ეს ბოლო თავდასხმა მხოლოდ შურისძიებას არ ეხებოდა. რუსეთის განცხადებების მიუხედავად ბელგოროდის კაშხალს მართლაც აქვს სამხედრო დანიშნულება, რაც მას უკრაინისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. სანამ აგიხსნით რა დანიშნულება აქვს მას, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ახსე გამოწერა, რას ელოდებით? ჩვენ ყოველდღიურად გთავაზობთ ვიდეოებს, რომლებიც ასახავს უკრაინის ომისა და სხვა გლობალური სამხედრო მოვლენების უახლეს განვითარებებს. უკრაინის დარტყმით მხოლოდ ბელგოროდის კაშხალთან მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალებულა. რუსეთს ამ ტერიტორიაზე ბრიგადები ჰყავს განთავსებული. სინამდვილეში 4 მათგანი, რომელთა უმეტესობა სოფელ გრაფიუკასთან მდებარეობს, რომელიც მდებარეობს მდინარის ქვედა წელში, რომელიც უკრაინის დრონების თავდასხმების გამო ნაპირებიდან გადმოდის. ეს ფაქტი გავიგეთ უკრაინის 2025 წლის ოქტომბრის თავდასხმის დროს კაშხალზე, როდესაც RBC უკრაინამ გაამჟრავნა, რომ შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ დააზიანა ბუნკერების სერია, რომელსაც იყენებდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების 68, 116, 122 და 126 ბრიგადები. ეს სრულიად ახალ პერსპექტივას ძენს უკრაინის ბოლო ბელგოროდის კაშხალზე თავდასხმას. გახსოვდეთ, ბელგოროდი საზღვრისპირა რეგიონია. ისი სიახლოვე უკრაინასთან მას იდეალურ ადგილად აქცევს, საიდანაც შესაძლებელია დარტყმების განხორციელება და ჯარისკაცების შეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე. 4 სრული ბრიგადა, რომლებიც კაშხლის ქვემოთ იმყოფებიან, უბრალოდ ასე არ სხედან ბელგოროდში უმიზეზოდ. ისინი იქ მიზანმიმართულად არიან. რა შეიძლება იყოს ეს მიზანი? 100%-ით ნათელი არ არის, თუმცა ვიცით, რომ რუსეთმა ბელგოროდი უკრაინაზე თავდასხმების დასაწყებად გამოიყენა. 4 ბრიგადის გადაადგილება. თუნდაც ეს ბრიგადები წყალდიდობით არ განადგურებულიყვნენ, მათ შორის დეზორგანიზაციასა და ქაოსს იწვევს, რაც მხოლოდ კარგი რამაა უკრაინის სამხედრო თვალსაზრისით. აქ კიდევ ერთი ასპექტია გასათვალისწინებელი და ეს დაკავშირებულია იმასთან, რაც ახლა ბელგოროდის კაშხლიდან მასიურად იღვრება. წყალი. ეხლა შეიძლება იფიქროთ, რომ უკრაინის მთავარი მიზანი კაშხალზე თავდასხმით სწორედ ის წყალდიდობა იყო, რაც შედეგად მივიღეთ. ეს ნამდვილად ნაწილია, მაგრამ უფრო დიდი ამბავია, როცა საქმე ეხება იმ რუსულ წყალს, რომელიც ახლა კაშხლიდან იღვრება. ამ ამბის გასაგებად ისევ დავბრუნდეთ 2025 წლის ოქტომბერში, ბელგოროდის კაშხალზე განხორციელებულ დარტყმაზე. იმ დროს რუსეთი ცდილობდა მეტი ტერიტორია დაეკავებინა უკრაინის ვოვჩანსკის რეგიონში. 26 ოქტომბრისთვის პუტინი ამტკიცებდა, რომ რუსეთს რეგიონის დაახლოებით 70% ეკავა. მისი ამოცანა ამ ეტაპიდან იყო ვოვჩას მდინარის გადაკვეთა. ეს პრობლემა იყო, როცა ეს მდინარე მიედინება, რუსეთს კროსინგის განხორციელება ძალიან უჭირს. თუმცა უკრაინაში ძალიან მშრალმა ზაფხულმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია, როგორც იმ დროს უკრაინის მე-16 არმიის კორპუსის განცხადებაში იყო ნათქვამი. ტერმას ცადა შესაძლებლობის ფანჯარა სრულად გამოეყენებინა.
მშრალი პერიოდისა და უკიდურესად ცხელი ზაფხულის შემდეგ სივერსკი დონეცისა და ვოჩას მდინარეები დაშლილიყო, რაც მოწინააღმდეგისთვის ლოგისტიკას ამარტივებდა. ამავე დროს რეზერვები დაგროვებული იყო და ხეებზე ჯერ კიდევ საკმარისი ფოთლები იყო. საერთო ჯამში ამან ვოვჩანსკის მიმართულებებით აქტიობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ნათქვამია კორპუსის განცხადებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვოვჩას მდინარის წყლები იკლებდა და ეს თითქმის რუსეთს ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი გადაკვეთის საშუალებას აძლევდა. და თუ ეს გადაკვეთა მოხდებოდა, რუსეთი შეძლებდა ვოვჩანსკში უფრო ღრმად შეღწევას. ბელგოროდის კაშხლების აფეთქებამ წყალი იმდენად შორს გააქანა, რომ ამოავსო მდინარეები, რომლებიც შრობის პირას იყვნენ. რუსეთის ნებისმიერი გეგმა გადაკვეთასთან დაკავშირებით ჩაიშალა. გადავენაცვლოთ 2026 წლის ივლისში და რაღაც მსგავსი, როგორც ჩანს უკვე მოხდენის ზღვარზეა. უკრაინა, როგორც ევროპის დიდი ნაწილი, ზაფხულის განმავლობაში სიცხის ტალღებმა დაარტყა. სინამდვილეში მაისის ბოლოს უკრაინა ევროპის დიდ ნაწილს სიცხით უსწრებდა. ბევრ რეგიონში ტემპერატურა 30 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა. შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი სიცხის ტალღები დაფიქსირდა, რამაც უკრაინის და ისედაც პრობლემურ ენერგოსისტემაზე კიდევ უფრო დიდი დატვირთვა გამოიწვია, ითხოვინება ევრონიუსი. მაგრამ უკრაინის უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს თავისი ჯარები მდინარე ვოვჩას გადაღმა გადაიყვანოს. ვლადიმირ პუტინის ჯარისკაცებმა ამ მდინარის წყლებს სიკვდილის ხაფანგი უწოდეს. მათ ჯერ კიდევ აიძულებენ მდინარის გადაკვეთას სცადონ, ხშირად 2-3 კაციან ჯგუფებად, რათა მიუახლოვდნენ უკრაინულ პოზიციებს მეორე მხარეს. ამ მდინარის გადაკვეთა გადამწყვეტია ნებისმიერი რუსული მცდელობისთვის, რომ უფრო ღრმად შეიჭრან როგორც ვოვჩანსკში, ასევე მთლიანად ხარკოვის რეგიონში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩანს, რომ უკრაინამ უბრალოდ გაიმეორა ოქტომბრის დარტყმა ბელგოროდის კაშხალზე, რათა უზრუნველყოს, რომ წყლები კვლავ მიედინება მდინარეში, რომელიც რუსეთის ჯარისკაცებს აკავებს. წყალდიდობა, რომელიც 4 ბრიგადას აზიანებს, შესანიშნავია, მაგრამ თუ უკრაინა შეძლებს ამ შეტევით, რუსეთის ჯარისკაცები ვოვჩას მეორე მხარეს შეაკავს წლის ბოლომდე, ეს კიდევ უფრო დიდი გამარჯვებაა უკრაინის ტერიტორიის დაცვის გრძელვადიანი პერსპექტივიდან. ასე რომ ბელგოროდის წყალსაცავზე კაშხლის განადგურება არ არის ის ტერორისტული აქტი, როგორც რუსეთს სურს რომ იფიქროთ. ამ კაშხლის განადგურებას რამდენიმე სამხედრო მიზანი აქვს. მიუხედავად ამისა, ყველაფრის მიუხედავად, ვერ უგულებელყოფთ იმ ფაქტს, რომ ეს დარტყმა ბელგოროდში მშვიდობიან მოსახლეობასაც შეეხება. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას მშვიდობიან მოსახლეობაზე პირდაპირი თავდასხმის განზრახვა არ აქვს, ის ასევე ამტკიცებს, რომ რუს ხალხზე ზეწოლა კიდევ ერთი ლეგიტიმური სამხედრო ტაქტიკაა, რომელსაც ახლა იყენებს. როგორ? ბელგოროდში თავდასხმების ფსიქოლოგიური გავლენა რეგიონის მოსახლეობაზე კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას პუტინზე, რომ მან დაასრულოს უკრაინაში შეჭრა. სამართლიანია ითქვას, რომ ბელგოროდის მოსახლეობა უფრო მეტად დაღლილია ვიდრე სხვები, პუტინის თითქოს და უსასრულო ომის წყურვილით. საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრებლებმა წლები გაატარეს იმით, რომ ომი უკრაინის მხრიდან ისევ მათ კართან დაბრუნდა. 2023 და 2024 წლებში ორჯერ უკრაინული ძალები შევიდნენ ბელგოროდის სოფელ კოზინკაში, რის შედეგადაც სოფლის ნაწილი ბრძოლებში განადგურდა. ქალაქში, რომლის სახელიც ოლქსაც ჰქვია, აშენებულია ბომბსაფარები, მნიშვნელოვანი შენობების თავზე გადაფარებულია ანტიდრონული ბადეები, ხოლო ავტობუსის გაჩერებებზეც კი ბარიკადებია. ყველა ეს თითქოს დროებითია, თუმცა სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ეს მუდმივი ნიშნებია იმისა, რომ ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო, ისეთი ერთმხრივი არ არის, როგორც ის ამტკიცებდა. ახლაც კი ბელგოროდის მცხოვრებლებს კვლავ უწევთ პუტინის ომის გამო ტანჯვა. 7 ივლისს უკრაინის ახალი ხმა ითხოვინებოდა, რომ წყლის დეფიციტი და ელექტროენერგიის გათიშვები გამოწვეული იყო ღამის თავდასხმით, რომელმაც რამდენიმე ხანძარი გამოიწვია ბელგოროდის მთავარი გაზსადენების საწარმოო მენეჯმენტში. ასეთი შემთხვევები ბელგოროდის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ყოველდღიურობად იქცა და ბევრი მათგანი უკრაინის ბოლო თავდასხმას კაშხალზე აღშფოთებითა და გაღიზიანებით შეხვდება. კიდევ ერთი სიგნალი იმისა, რომ პუტინის ომი რუსეთში დაბრუნდა. შეიძლება იფიქროთ, რომ ის აღშფოთება და გაღიზიანება, რომელზეც ვსაუბრობდით, უკრაინისკენაა მიმართული. საბოლოო ჯამში სწორედ ისინი ახორციელებენ თავდასხმებს ბელგოროდზე. თუმცა, ასე არ ჩანს. ბელგოროდის ომით დაღლილი მცხოვრებლები უბრალოდ მთლიანად ომით არიან დაღლილები და ბევრად უფრო გაბრაზებულები არიან პუტინზე ვიდრე უკრაინაზე. ამის ნიშნები ყველგან ჩანს. იანვრის 20 რვის ანგარიშში The Economist-მა გამოავლინა, რომ ადგილობრივმა საინფორმაციო ვებგვერდმა სახელად ფონერმა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ბელგოროდის მცხოვრებლებს პუტინის ომთან დაკავშირებით სხვადასხვა კითხვა დაუსვეს. დაახლოებით 25%-მა თქვა, რომ ისინი განადგურებულები და იმედგაცრუებულები იყვნენ იმით, რომ ეს საერთოდ მოხდა, ხოლო დაახლოებით იგივე რაოდენობამ აღნიშნა, რომ ომმა მათი ცხოვრებაში აჩერა. მაგრამ ყველაზე მრავლის მეტყველი შედეგი იმ კითხვიდან მივიღეთ, სადაც რესპონდენტებს კითხეს, დახმარება აღმოუჩენიათ თუ არა ომში მონაწილე რუსებისთვის. ხოლო 6%-მა თქვა, რომ დახმარება აღმოუჩენია. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბევრ ბელგოროდელ ადამიანს ომი თავიდანვე არ დაუჯერია მხარი და შესაძლოა უკრაინის მოქმედებებსაც კი აღიქვამენ როგორც აუცილებელ ბოროტებას, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ემსახურება. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავბრუნდეთ 2023 წლის მაისში და საინტერესო Newsweek-ის ანგარიშში მიუბრუნდეთ. გამოცემამ გააშუქა ანტონ გერაშჩენკოს კომენტარები, რომელიც მაშინ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. გერაშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის თავისუფლების ლეგიონის წევრებმა, რომელიც არის პარამილიტარული ჯგუფი და შედგება პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსეთის მოქალაქეებისგან, უთხრეს მას, რომ ბელგოროდში ზოგიერთი ადამიანი საინტერესო თხოვნებს გამოთქვამდა. ამდა
ჩვენთან ბელგოროდის მოსახლეობაც კი მოვიდა თხოვნით, რომ რეგიონში სამშვიდობო ოპერაცია ჩაგვეტარებინა, რადგან რა თქმა უნდა ისინი დაიღალნენ დაბომბვით, განაცხადა ლეგიონის წევრმა. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სთხოვდა ჯგუფს, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, გაეკეთებინათ ყველაფერი, რაც შეეძლოთ, მათ შორის ბელგოროდის ტერიტორიაზე შესვლაც კი, რათა შეეჩერებინათ ბრძოლა. ფაქტობრივად უკრაინის მხარდამჭერების მხრიდან მეგობრული შეჭრა. ეს არასდროს განხორციელდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკრაინის ბელგოროდზე დარტყმებს ახალ და საინტერესო კონტექსტში ატენებს. რუსეთს სურს უკრაინა აგრესორად წარმოაჩინოს, თუმცა როგორც ჩანს, ბელგოროდში ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერა ბევრად ნაკლებია, ვიდრე კრემლს სურს რომ იყოს. მრავალი ადამიანი ამ რეგიონში თავს მიტოვებულად გრძნობს რუსეთის მხრიდან, რადგან ბელგოროდის სამხედრო მნიშვნელობისა და საზღვრის დასგამოსის გამო მათ უწევთ უკრაინული თავდასხმებისატან, რაც მას სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო ადვილ სამიზნედ აქცევს. უკრაინა ძალიან კარგად აცნობიერებს ამ ფაქტს. კიევ პოსტი იუწყება, რომ ბროვდი თავადაც მიანიშნებს უკრაინის სტრატეგიებზე, რომლებიც გულისხმობს რუსი ხალხის გაღიზიანებას, რათა პუტინზე ზეწოლა მოახდინონ. ბროვდიმ განაცხადა, რომ სურს გააძლიეროს ნეგატიური განწყობა რუსეთის შიგნით, რაც შესაძლოა დაძაბულობის ზრდას გამოიწვევს და ქვეყანაში დესტრუქციულ პროცესებს შექმნის. ეს ნეგატიური განწყობა, როგორც ჩანს, იზრდება არა მხოლოდ ბელგოროდში, არამედ მთელ რუსეთში. 1 ივლისის ანგარიში TVP World-მა განაცხადა, რომ უკრაინაში დაფუძნებულმა რუსეთის კონფლიქტოლოგიისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა 1600 რუს რესპონდენტთან. მათგან 91%-მა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა ომის დასრულებას უკვე ხვალ, თუ ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა. და 58%-მა თქვა, რომ ომის დასრულება უნდა იყოს პუტინის მთავარი პრიორიტეტი, რათა მას საშუალება მიეცეს ყურადღება გაამახვილოს რუსეთის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დასასრულს გამოკითხულთა 73%-მა განაცხადა, რომ ისინი წინააღმდეგი იქნებოდნენ მობილიზაციის მეორე ტალღის, რაც მიუთითებს, რომ უმეტესობა ომის დასრულებას მშვიდობის მოლაპარაკებებით ამჯობინებენ, ვინებდა ვიდრე კიდევ უფრო მეტი ბრძოლით. ეს ყველაფერი ისევ ბელგოროდის წყალსაცავზე არსებულ კაშხალთან გვაბრუნებს. კიდევ ერთი თავდასხმა ამ კაშხალზე აშკარა სამხედრო მიზანს ემსახურება. სინამდვილეში რამდენიმე მიზანსაც კი, მაგრამ ალბათ დარტყმის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ ის ბელგოროდში ისედაც ომით დააღლილ მოსახლეობას კიდევ უფრო აბრაზებს პუტინზე იმის გამო, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააკენა და შემდეგ თითქოს ბედის ანაბარა მიატოვა. ვინ იცის, ბელგოროდი შეიძლება პირველი რუსული რეგიონიც კი გახდეს, რომელიც ღიად აუჯანხდება პუტინს საპროტესტოდ. მისი მცხოვრებლები, როგორც ჩანს, არადანაშაულებენ უკრაინას მათ მდგომარეობაში. ყველაფერზე რაც ხდება, პასუხისმგებელია მათი ლიდერი. თუ ასეთი ტიპის თავდასხმები გაგრძელდება, ამ ლიდერზე ზეწოლა კიდევ უფრო მოიმატებს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პუტინი არ აპირებს გაჩერებას, სანამ იმას არ მიიღებს რაც უნდა, მიუხედავად იმისა, რამდენ ხანს გასტანსეს, რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს და რა მდგომარეობაში ჩააგდებს რუსეთს. ყირიმში ქაოსი გრძელდება. როდესაც კერჩის სრუტეში უზარმაზარი ცეცხლის ბურთები აგორდა, რუსეთმა გააცნობიერა, რომ უკრაინა ყირიმის ენერგოობიექტებს ესროდა. რუსეთმა შეიძლება გააცნობიერა ეს, მაგრამ ვერაფერი გააკეთა. ოკუპანტები სიბნელეში აღმოჩნდნენ, რადგან კერჩი სრულიად ჩაბნელდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, იმ ოკუპანტები ამას უკვე ეჩვევია. სიბნელე, საწვავის დეფიციტი და მუდმივი შეტყობინება უკრაინისგან, რომ კირიმიდან გასასვლელი ერთადერთი გზა სამიზნეა, უკვე ნორმად იქცა, რადგან პუტინს არაფრის გაკეთება არ შეუძლია ნახევარკუნძულის დასაცავად, რომელიც თითქოს და რუსეთის სიმაგრეა. ახლავე გაეცალეთ. ეს არის ის გზავნილი, რომელსაც უკრაინა უგზავნის რუსებს ყირიმში. რაღაცა დიდი მოდის და როცა ეს მოხდება, არ მოგინდებათ, რომ ყირიმში თქვენს არალეგალურ ცხოვრებას აგრძელებდეთ. როდესაც სროლებმა და აფეთქებებმა ოკუპირებული კერჩის რეგიონი შეძრა, რუსული ხელისუფლება პანიკაში ჩავარდა. და ასეც უნდა იყოს. რამდენიმე დღის განმავლობაში აზოვის ზღვაში გემებზე თავდასხმის შემდეგ და ეს დარტყმები არ შეერებულა. მები არ შეჩერებულ. უკრაინამ მიზანში ამოიღო ენერგოობიექტები ერთ რეგიონში, რომელიც შეიძლება გახდეს გაქცევის გზა 100,000-ობით რუსი ოკუპანტისთვის, რომლებმაც ყირიმი თავიანთ სახლად აქციეს. კიევ პოსტი ძირითად დეტალებს იძლევა 15 ივლისის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ელექტროენერგიის სრული გათიშვა დაფიქსირდა კერჩის მასშტაბით იმ დღეს, როცა ეს ანგარიში გამოქვეყნდა. ეს არც უკრაინის მიერ საკუთარი შედეგების გაპიარებას ეფუძნება. კერჩის ადმინისტრაციის მარიონეტი ხელმძღვანელი ივან კოშეილი იყო ცუდი ამბების მომტანი თავისი ხალხისთვის. მან განაცხადა, სამწუხაროდ მტრის დრონების თავდასხმის შედეგად კერჩი სრულიად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემები სარეზერვო ენერგიის წყაროებზე მუშაობს. ყველა საქალაქო სამსახური ჩართულია საგანგებო აღდგენით სამუშაოებში. სრულიად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. თუ ერთი რამ იყო, რაც დიდ დამცველ პუტინს უნდა შეძლებოდა, ეს იყო იმის თავიდან აცილება, რომ უკრაინას ოდესმე რამე მსგავსი მიეყენებინა იმ რუსებისთვის, ვისაც მან ყირიმში გადასვლა ურჩია. ტელეგრამის არხმა კრიმის ქარი დააფიქსირა პანიკური რუსული რეაქცია უკრაინის თავდასხმაზე. არხის აბონენტებმა, რომლებიც კერჩში იმყოფებიან, განაცხადეს, რომ ძლიერი აფეთქებები ისმოდა და ნახევარკუნძულის ამ მნიშვნელოვან რეგიონს აზანზარებდა. რუსეთმა, რომელსაც უკრაინული დრონები თვეების განმავლობაში უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს უნადგურებდნენ, როგორც ჩანს, მას მხოლოდ შეეძლო მობილური საცეცხლე ჯგუფების განთავსება იღბალზე დამყარებული სტრატეგიით, რომელმაც კერჩის ენერგოობიექტებზე თავდასხმები ვერ შეაჩერა. ამ ყველაფრის ფონზე რუსეთმა ასევე სცადა პროპაგანდისტული კოშმარის თავიდან აცილება.
იგივე Telegram არხი უწყება, რომ რუსეთმა ქერჩის ხიდზე მთელი მოძრაობა შეაჩერა. რატომ? რუსეთს შეეშინდა, რომ უკრაინა საბოლოოდ გაანადგურებდა ქერჩის ხიდს. ან იქნებ პუტინს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ არც ერთი ყირიმელი ოკუპანტი ვერ გავიდო და ვერ მოხდებოდა რუსეთის მთავარ ტერიტორიაზე, რათა სხვებისთვის მოეყოლა, რა ხდება სინამდვილეში იმ ნახევარკუნძულზე, რომელიც თითქოს და რუსეთის ციხესიმაგრეა. რაც არ უნდა ცდილობდა რუსეთი, არაფერი არ დაეხმარა. New Voice of Ukraine-ის ინფორმაციით, ქერჩის გარდა ელექტროენერგიის გათიშვები დაფიქსირდა ყირიმის ჩრდილო-დასავლეთისა და აღმოსავლეთის რაიონების რამდენიმე დასახლებაში. გამოცემის ცნობით, შეკეთების ბრიგადები უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ. თუმცა შეუძლებელია განისაზღვროს, როდის შეძლებენ ისინი ელექტროენერგიის აღდგენას. და თუნდაც მოახერხონ, უკრაინას ყოველთვის აქვს მეტი დრონი, რომ განაახლოს შეტევა შეკეთებულ ქეთებულ ქვესადგურებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე. და თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს ქერჩის ოკუპანტებისთვის. რუსეთის მიერ კონტროლირებადი წყალმომარაგების კომპანია, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს ემსახურება, ოდა კრიმა, ითხოვინება, რომ 9 რაიონში წყლის წნევა შემცირდა. ეს ყველაფერი ქერჩის ელექტროგადამცემი ქსელის ავარიის შედეგად მოხდა. არც ელექტროენერგია, არც წყალი, არც საწვავი, არც იმედი. აი ესეთ რეალობად აქცია უკრაინამ ცხოვრება იმ ოკუპანტებისთვის, ვინც პუტინის დაპირებებს დაუჯერა, რომ ყირიმი გახდებოდა ფუფუნების ადგილი, რომელიც რუსულ კონტროლს არასდროს დაკარგავდა. და ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინას არც ერთხელ არ მიუტანია პირდაპირ იერიშში მშვიდობიან მოსახლეობას. ის უბრალოდ ისევ და ისევ აგზავნის ერთსა და იმავე გზავნილს. ჩვენ ჯოჯოხეთად გიქცევთ ცხოვრებას, სანამ არ მიხვდებით, რომ დროა სამუდამოდ დატოვოთ ყირიმი. რა თქმა უნდა, ვინც უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან იღებს, ამ ყველაფერზე წარმოდგენაც არ ექნება. როდესაც ყირიმში მარიონეტული რეჟიმი იმდენად პანიკაში ჩავარდა, რომ ხალხს სიმართლის რაღაც ნაწილი მაინც უთხრა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისევ თავისი ჩვეულის აქციელი გააკეთა. იგნორირება გაუკეთოს უკრაინის წარმატებას და ისე მოიქცეს თითქოს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები თავიანთ საქმეს ასრულებენ. სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. იმ ღამეს, როდესაც უკრაინამ ქერჩის ელექტრომომარაგება დააზიანა. დრონების ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა როგორც ყირიმში, ასევე შავ ზღვასა და აზოვის ზღვაზე და რუსეთის რამდენიმე სასაზღვრო რეგიონში, მათ შორის კურსკში, ბრიანსკში, როსტოვსა და ბელგოროდში. თავი ქვიშაშია ჩარგული. რუსეთი აცხადებს, რომ წარმატებით დაიცვა თავი, მაშინ როცა უკრაინის დრონებმა ქაოსი გამოიწვია ყირიმში. თავდაცვის სამინისტრომ შეიძლება არ ისურვა, ეხსენებინა არასასურველი სიმართლე ელექტროენერგიის გათიშვებზე, რომლებიც ყირიმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონში ხდება, მაგრამ იქ მცხოვრებლებს სამინისტროს სიმართლის თმა არ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ, რომ რუსეთმა შეაჩეროს ის, რაც ახლა მთელ ყირიმში ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უკრაინის მიერ ენერგოობიექტებზე თავდასხმებს ეხება. ხედავთ, რაც ახლა ქერჩში მოხდა, ეს ერთჯერადი შემთხვევა არ არის. აქ უფრო დიდი სურათია. ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. უკრაინა უკვე რამდენიმე კვირაა ესმის თავს ყირიმის ენერგოსისტემას, ხოლო სრული კამპანია ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში დაიწყო, იუთხება კიევ პოსტი. უკრაინამ იგივე სტრატეგია გამოიყენა, რაც რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქახნების გასანადგურებლად ჰქონდა შემუშავებული. ის ერთხელ ურთყამს, შემდეგ მცირე ხნის შემდეგ კვლავ ესხმის თავს და შემდეგ უკრაინა დარტყმებს იმეორებს, რის შედეგადაც სარემონტო სამუშაოები აზრს კარგავს. ჩვენ ეს დავინახეთ სიმფეროპოლის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურზე, სადაც უკრაინის დარტყმის დრონებმა სამ სხვადასხვა საჰაერო იერიშში მიზანს ზუსტად მოარტყეს, რომლებიც 20 ივნისიდან 25 ივნისამდე ჩატარდა. ამ თავდასხმებმა დარტყმების ტალღა გამოიწვია, რომელთა უმეტესობა მიზნად ისახავდა ელექტროსადგურებს, რომლებიც მასიური ქსელის კვანძებია და უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის მიწოდებას ყირიმის მოსახლეობისთვის. ენერგოსისტემაზე დარტყმები და პერიოდული ელექტროენერგიის გათიშვები მთელ ყირიმში უბრალოდ ცხოვრების ნაწილად იქცა ოკუპანტებისთვის, რომლებსაც პუტინის 2014 წლის უკანონო ანექსიის შემდეგ უთხრეს, რომ ისინი რუსეთის რივიერაზე გადადიოდნენ. 15 ივლისმაც კი მეტი ტკივილი მოიტანა. როდესაც ქერჩი სიბნელეში იყო ჩაფლული, უკრაინის დრონებმა ასევე დაარტყეს ბალაკლავის თბოელექტროსადგურს სევასტოპოლში, რომელიც უკვე არაერთხელ გამხდარა სამიზნე. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები აცხადებენ, რომ ამ ოპერაციაში მათ ადგილზე მოქმედი წინააღმდეგობის მოძრაობა ეხმარებოდა, რომელმაც გაანადგურა სადგურის მანქანების დარბაზი და სავარაუდოდ დააზიანა გაგრილების სისტემა, რომელსაც იყენებდა ერთ-ერთი Siemens-ის RCGen 52000 ტურბინა ამ დარბაზში. Siemens-ი გერმანული კომპანიაა. გერმანია ერთ-ერთი იმ მრავალი ქვეყანათაგანაა, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს. თუ Siemens-ის მიერ დამზადებული მოწყობილობა, რომელიც ყირიმში ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს, განადგურდება, რუსეთს ძალიან გაუჭირდება საჭირო სათადარიგო ნაწილების მოძიება რემონტისთვის. სპეცრაზმი ამასვე ამბობს, ამტკიცებს, რომ ამ ერთმა დარტყმამ, რომელმაც დააზიანა ქარხანა, რომელიც Kiev Independent-ის ცნობით ყირიმის ელექტროენერგიის დაახლოებით 50% აწვდის, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და მის აღსადგენად 2-დან 5 თვემდე სარემონტო სამუშაოები იქნება საჭირო. და სწორედ ეს არის მთავარი, თუ ზუსტად დაარტყამ, რუსეთს სერიოზული პრობლემები ექნება. ამ დარტყმებს ზუსტად ის შედეგი აქვს, რასაც უკრაინა ისახავს მიზნად. სიმფეროპოლის ქარხანაზე დარტყმების შემდეგ ყირიმის მარიონეტულმა მთავრობამ იძულებული გახდა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა სევასტოპოლში.
აშიაფასოთ ნაკლებად რამდენად მნიშვნელოვანია ეს, როგორც მორალის, ასევე პროპაგანდის თვალსაზრისით. კირიმი უნდა იყოს რუსეთის ციხესიმაგრე, გვირგვინის ძვირფასი ქვა, რომელიც რუსეთის დომინაციას წარმოადგენს უკრაინაზე და პუტინს რომ თავის ნებაზე ყოფილიყო, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი უკრაინის ტერიტორიის სრული ანექსიისკენ. კირიმის მეშვეობით რუსეთის მთელი შეჭრა უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უნდა წარმართულიყო და ასე იყო გარკვეული დროის განმავლობაში. მაგრამ ახლა ნახევარკუნძულზე პანიკაა, რადგან ელექტროენერგია ითიშება, საწვავი იწურება და უკრაინის დრონები კვლავ აგრძელებენ თავდასხმებს. უკრაინას შეუძლია იამოქოს ამ დარტყმებით, მაგრამ რეალური ზიანი პუტინს და მის მიერ შექმნილ იმით სადგება როგორც რუსი ხალხის დამცველს. შუქის გათიშვები და პანიკაში ჩავარდნილი მარიონეტული გუბერნატორები მხოლოდ კერჩსა და სევასტოპოლში როდია პრობლემა. 13 ივლისს UKRI ინფორმა გაამჟღავნა, რომ ჟიანკოის რაიონში, კირიმში, შუქის გათიშვები მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. უკრაინის სტრატეგია მხოლოდ რუს ოკუპანტებს არ აზიანებს. როგორც კირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე რაფათ ჩუბაიროვი განმარტავს, ისინი ვინც უკრაინის საქმეს უჭერს მხარს, ასევე ზიანდებიან. თუმცა ჩუბაიროვის თქმით, ეს არის სირთულე, რომელიც უნდა გადაიტანონ. რადგან საბოლოო მიზანია კირიმის გათავისუფლება, რათა ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც 2014 წლიდან რუსული ჩაგვრის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენ გულწრფელად უთანაგრძნობთ კირიმის ყველა მცხოვრებს, რომლებიც ელიან ნახევარკუნძულის გათავისუფლებას რუსი ბარბაროსებისგან და იძულებულნი არიან აიტანონ ახალი სირთულეები, რომლებიც რუსულმა ოკუპაციამ გამოიწვია. ჩვენ მადლობას უხდით მათ, რომ არ დაკარგეს იმედი და ყველა სირთულისა და რეპრესიების მიუხედავად, ერთგულნი დარჩნენ უკრაინისადმი. ბეფათ ჩიბაროვმა ეს სიტყვები მიმართა მათ, ვინც უკრაინას უჭერს მხარს და მოუწოდა გამაგრდნენ. თქვენ შეძლებთ ამ ყველაფრის გადალახვას და გვირაბის ბოლოს სულ უფრო ფართო სინათლე ჩანს. ამასობაში ქერჩის დარტყმები, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, ყველა რუსეთის დასუსტებისკენ არის მიმართული. მმართველმა ძალამ კირიმში დაკარგა თავისი კონტროლი. როგორც სპეციალური ოპერაციების ძალები აღნიშნავს, ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტებზე დარტყმები კირიმის პლაცდარმზე მნიშვნელოვნად ასუსტებს რუსეთის ფედერაციის არმიის შეტევით და თავდაცვით შესაძლებლობებებს, ამცირებს მის ოპერატიულ ტემპს და ლოგისტიკური უზრუნველყოფის განძლეობას. ამიტომ, როცა ოკუპანტებს ბნელში საკუთარი მომავლის ეშინიათ, ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები უკრაინის მატერიკზე იძულებულნი არიან შეტევებზე წავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ საჭირო მხარდაჭერა არ აქვთ. ეს მხარდაჭერა არ მოვა. მომარაგება და ჯარისკაცები ტირიმშია ჩაკეტილი და ისინი დღითიდღე ქრებიან. ეს პუტინისთვის სერიოზული პრობლემაა. მაგრამ ამ პრობლემის უკან კიდევ ერთი საკითხი იმალებ. ჩვენ ამაზე ადრე ვისაუბრეთ. უკრაინის ბოლო ენერგეტიკული დარტყმების მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ სანამ ავხსნით რატო, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ახიდან ინფორმაციას იღებთ, გამოიწერეთ და ჩართეთ შეტყობინებები, რომ ნახოთ რას შემოგთავაზებთ შემდეგ. კერჩი უბრალოდ კირიმის რომელიმე რიგითი რეგიონი არ არის. ეს ნახევარკუნძულზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კერჩი და ხიდი, რომელიც კერჩს რუსეთთან აკავშირებს, ერთადერთი გზაა, რომლითაც ოკუპანტების უმეტესობა ნახევარკუნძულზე შედის ან გამოდის. ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა კერჩში შეტევას იწყებს, ნიშნულობა არ აქვს რა არის სამიზნე. ქვეყანა აგზავნის მესიჯს, რომ ერთადერთი ხიდი, რომელიც ნახევარკუნძულიდან გასასვლელია, შეიძლება ნებისმიერ დროს გახდეს სამიზნე, როცა უკრაინა მოისურვებს. ეს უკვე ყოფილა, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხლა უკრაინას აქვს საკმარისი საცეცხლე ძალა, ხოლო რუსეთის თავდაცვა იმდენად სუსტია, რომ ხიდზე ცალკეული დარტყმები გადაიზრდება კამპანიაში, რომელიც ხიდს სამუდამოდ გაანადგურებს. თუ ეს მოხდება, ოკუპანტები აღმოჩნდებიან ჯოჯოხეთში, რომელიც მათი ლიდერის მარცხმა შექმნა. უკრაინა მიზანმიმართულად ესხმის თავს ქერჩში ყველაფერს, გარდა ქერჩის ხიდისა. უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროუდიმ ეს ძალიან ნათლად თქვა 14 ივლისს. სწორედ იმ თავდასხმების წინ, რომლებმაც ქერჩში უკანონოდ ჩასახლებული მცხოვრებლების სიბნელეში ჩაძირა. კირიმში საწვავი აღარ არის და მინდა გითხრათ, რომ არც იქნება. ბროუდიმ წამოიძახა და დაამატა: ჩვენ ჭრით მისასვლელ გზებს, არა გასასვლელებს. ქერჩის ხიდს არ ვეხებით. ნება მივცეთ, იმ ხიდით წავიდნენ. იმ მილიონებს ნება მივცეთ, იმ პატარა ხიდით დაბრუნდნენ თავიანთ რუსეთში და სადღაც ურალებს იქით წავიდნენ, რომ შვიდად იცხოვრონ. ბროუდიმ და უკრაინამ ზუსტად იციან რას აკეთებენ აქ. გაფრთხილება ერთი რამეა. კირიმში ოკუპანტებს ჯობს, ყური მიუგდონ მას. მაგრამ ის რაც უკრაინას სინამდვილეში სურს აქ შექმნას, არის ადგილი, სადაც ათასობით ოკუპანტი სასოწარკვეთით ცდილობს გაქცევას ქერჩის ხიდით. ადრე პროპაგანდისტულ გამარჯვებებზე ვისაუბრეთ. ეს კი დიდი გამარჯვება იქნებოდა. არაფერი დააზიანებდა ვლადიმირ პუტინის იმიჯს, როგორც რუსეთის ძლიერ დამცველს, ისე როგორც მისი ხალხის გაქცევა კირიმიდან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. და არ დაგავიწყდეს, ამ ხალხს სადღაც უნდა წავიდეს. ისინი გახდებიან ლტოლვილები ომში, რომელიც არასდროს უნდა შეხებოდა რუსეთს. პუტინის რეპუტაციას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა. და ისინი, ვინც ხირიმიდან გარბიან, ყველას მოუყვებოდნენ ისტორიებს, უწყვეტი დრონული თავდასხმების, საწვავის დეფიციტის, ელექტროენერგიის გათიშვების და რუსეთის თავდაცვის სრული მარცხის შესახებ, რომელმაც ვერ შეეძლო მათი დაცვა. და თუ ეს მათ შეიძლება დაემართოთ, ეს შეიძლება ნებძლება ნებისმიერ ადგილას რუსეთში მოხდეს, აი ეს იქნება ის გზავნილი, რომელსაც ისინი წამოიღებენ. ეს ეწოლა პუტინზე. ომი რუსეთში ბრუნდება.
უკრაინაზე წოლას აგრძელებს. 17 ივლისს კიევის პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ კიდევ ერთი წარმატებული დარტყმა მიაყენა კერჩში. ამჯერად რეგიონის სარკინიგზო კვანძზე, რომელიც რუსეთის კირიმის ლოგისტიკური ქსელის ნაწილია. ამ დარტყმამ სარკინიგზო კვანძში ხანძარი გამოიწვია, რომელიც კერჩის ხიდთან ახლოს მდებარეობს. კიდევ ერთხელ იგზავნება შეტყობინება. ხანძრები და დარტყმები სულ უფრო ახლოს მოდის. გაეცალეთ ახლავე, თორემ თავად ხიდი გახდება სამიზნე. ეს ყველაფერი არ შეჩერდება. ზოგს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს უკრაინის ქმედებების მორალზე, მაგრამ უნდა გავიმეოროთ, რომ უკრაინა პირდაპირ მშვიდობიან მოსახლეობას არ უთქვამს. ეს პუტინის სტილია, არა უკრაინის. უпростоრად, უკრაინა აჩვენებს იმას, რომ პუტინი კირიმს რუს ხალხს როგორც მდიდრულ კურორტს ისე ყიდის. დათად დაფაროს ის ფაქტი, რომ რუსეთმა კირიმი უზარმაზარ სამხედრო ბაზად გადააქცია, რომელიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება. ეს მხოლოდ ლეგიტიმურობის ფასადია, რომელიც აგრესიის კიდევ ერთ იარაღს გადაუსვეს. უკრაინის უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ამაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, კირიმი ფაქტობრივად რუსებისთვის სამხედრო ბაზად გადაიქცა, რაც მათ საშუალებას აძლევს გააგრძელონ ჩვენი ქვეყნის სამხედრის ოკუპაცია და ძალები აღმოსავლეთში გადაიყვანო. ეს აუცილებელია გასაგებად, როდესაც ვცდილობთ გავიგოთ, რატო ესხმის უკრაინა პირიმ სამ ეტაპზე. ნახევარკუნძული არ არის უდანაშაულო ტერიტორია, რომელსაც საწვავის დეფიციტი და ელექტროენერგიის გათიშვები აწუხებს. რა თქმა უნდა, ასობით ათასი რუსი ოკუპანტი გრძნობს ამ ტკივილს, მაგრამ არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ კირიმი გამოიყენეს როგორც პლაცდარმი უკრაინაში თავდაპირველი შეჭრისთვის. რუსეთი კვლავ ცდილობს გამოიტენოს იგი როგორც ლოგისტიკური კვანძი, რათა უკრაინის მატერიკზე მიაწოდოს მარაგები და ვარაუდობენ, რომ ნახევარკუნძულზე დაახლოებით 50,000 ჯარისკაცია განლაგებული. რუსეთის მიერ კირიმის ოკუპაციაში არაფერია უდანაშაულო. უკრაინამ ეს ფაქტი გამოავლინა და აპირებს გააგრძელოს იმ უპირატესობის გამოყენება, რომელიც თავად მოიპოვა. ის რაც ახლახან ვიხილეთ ქერჩში, ბევრად უფრო ფართო კამპანიის ნაწილი და უკრაინა აშკარად აჩვენებს, რომ კირიმისთვის რაღაც დიდი მოახლოვდება, რასაც რუსეთი ვერ გაუმკლავდება. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დიდი უკვე მოვიდა. ალ-ჯაზირა იუწყება, რომ უკრაინის მრავალთვიანი შრომის ნაყოფი კირიმის იზოლაციისთვის უკვე გამოიღო შედეგი. გამოცემა ამბობს, რომ უკრაინას ფაქტობრივად საცეცხლე კონტროლი აქვს ნახევარკუნძულზე, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს კირიმი კიდევ უფრო ღრმად ჩაძიროს ენერგეტიკულ და საწვავის კრიზისებში, რომლებიც უკვე იქ არის. მარიონეტულ ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მაშინაც კი, როცა ვლადიმირ პუტინი ცდილობს და ხშირად ვერ ახერხებს დახმარების გაგზავნას მოსკოვიდან, ამ ხელისუფლებას ვერანაირი გრაფიკიც კი არ შეუძლია შეადგინოს ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის. ეხლა კირიმისთვის ეს არის ახალი ნორმა. და კირიმზე თავდასხმების გარდა, უკრაინა ამძაფრებს მის მიერ შექმნილ პრობლემებს კირიმის გარშემო წყლებში გემებზე დარტყმებით. ჩრდილოვანი ფლოტი, რომელიც კირიმს სიცოცხლეს უნარჩუნებს, იძირება. ივლისის 13 რიცხვისთვის. ყოველდღიური თავდასხმების უწყვეტმა ტალღამ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობის ტანკერებზე, მომარაგების გემებსა და ბორანებზე, რომლებსაც რუსეთი მარაგების გადასატანად იყენებს, გამოიწვია ის, რომ ქერჩის სრუტეში გადაადგილება პრაქტიკულად შეჩერდა. ამტკიცებს ბროუდი. ივლისის 16 რიცხვისთვის. უკრაინამ აზოვის ზღვასა და შავ ზღვაში 147 ტანკერზე მიიტანა იერიში. მათგან 117 იყო მომარაგებელი ტანკერები, რომლებიც საწვავს კირიმში აწუდიან. ეს თავდასხმები ემატება ლოგისტიკურ ბლოკადას უკრაინის მატერიკზე, რომელიც მიმართულია იმ გზების, ხიდებისა და სატვირთო მანქანების წინააღმდეგ, რომლებიც ხირიმში მიწოდებებსა და საწვავს სახმელეთო მარშრუტებით მიიტანენ. ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი ამოიწურა, ხოლო ელექტროენერგიის გათიშვები უფრო ხანგრძლივი ხდება და ტირიმის უფრო დიდ ნაწილს მოიცავს ვიდრე ოდესმე. და ეს ყველაფერი პუტინს ორმაგ პრობლემას უტოვებს. პირველ რიგში ხირიმის სიმაგრე რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სისუსტედ იქცა. ქერჩში ელექტროენერგიის გათიშვები მხოლოდ იმ დაავადების სიმპტომია, რომელიც ხირიმს ასუსტებს. მასობრივი მილიტარიზაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია რუსეთის მატერიკთან ქმნიდა სრუშთა ბეჭდილებას. თითქოს ხირიმი მოუწყვლადი იყო. მაგრამ ეხლა ეს რუსეთისთვის ფულის შავი ხვრელია. ყველაფერი, რაც ვლადიმირ პუტინს შეუძლია, არის ის, რომ განაგრძოს საწვავის, ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის გაგზავნა ნახევარკუნძულზე. როცა ეს მარაგები ჩავა, თუ საერთოდ ჩავა, ისინი იზოლირებულნი არიან. უკრაინა მათ ურტყამს. რუსეთი კიდევ უფრო მეტ ფულს ხარჯავს მარაგების გადაგზავნაზე. უკრაინა ისე ურტყამს. მილიარდები იდება ყირიმში და მაინც ეს არის უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს შორის ყველაზე დაუცველი. ომი, რომელიც ყირიმით დაიწყო, ნახევარკუნძულით დასრულდება. და პუტინისთვის მისი მეორე პრობლემა მის სანდოობაშია. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. პუტინი თითქოს დიდი დამცველია. 2014 წლიდან პუტინი რუსებს ეუბნება, რომ ყირიმი მათია და უკრაინა ვერაფერს გააკეთებს ამის წინააღმდეგ. ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ ქერჩში და ნახევარკუნძულის გარშემო, ამტკიცებს, რომ პუტინი მატყუარაა. როგორც ჯეისონ კორკორანმა აღნიშნა Moscow Times-ისთვის 16 ივლისს გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში. როგორც ჩანს, უკრაინა მიხვდა იმას, რაც დასავლეთს თავიდან გამორჩა. პუტინის დასასუსტებლად მას არ სჭირდება კირიმის გათავისუფლება უკვე ხვალ. თუ უკრაინა შეძლებს თანმიმდევრულად გაზარდოს ნახევარკუნძულის დაკავების სამხედრო და ეკონომიკური ხარჯები და ამავდროულად გაანადგუროს მისი მიმზიდველობა, როგორც რუსეთის საკურორტო ვიტრინა, კირიმი წყვეტს აქტივის ფუნქციას და გადაიქცევა ტვირთად.
ყოველი საწოვის დეფიციტი, გაუქმებული შვებულება და დაზიანებული საწყობი ნელ-ნელა ანგრევს იმ სახეს, რომელიც პუტინმა რუსებს 2014 წელს მიჰყიდა. და სწორედ ეს არის მთავარი აზრი. ოკუპანტებს, რომლებიც მხოლოდ უყურებენ, როგორ ითიშება შუქი და როგორ ცარიელდება ბენზინგასამართის სადგურები, მოტყუებული აქვთ და ტალბი დაპირებები მიუღიათ. ეხლა მათთვის უკვე აშკარაა ის ტყუილები, რაც პუტინმა უთხრა. თუნდაც ამას საჯაროდ არასდროს აღიარებდნენ, შურისძიების შიშით, მაგრამ ეს უარყოფას აღარ ექვემდებარება. ყირიმი უნდა ყოფილიყო პუტინის გვირგვინის მარგალიტი. ეხლა კი ეს რუსი ლიდერისთვის კელზე მაროჟად იქცა და ის ვერ შეძლებს ამ მაროჟის მოხსნას ისე, რომ რუსეთის ნამდვილი სისუსტე არ გამოავლინოს. რაც შეეხება კერტს, ელექტროენერგია გათიშულია და დარტყმები გრძელდება, მაგრამ ხიდი ჯერ კიდევ დგას, სანამ უკრაინა ამას დაუშვებს. რამდენ ხანს მისცემს უკრაინა ოკუპანტებს გაქცევის გზას? ახლა მთავარი კითხვაა. პუტინის სიმბოლიზმს მხოლოდ გარკვეული ძალა აქვს. კერჩის ხიდის დაბლოკვა, როგორც რუსეთმა გააკეთა კერჩის დარტყმების შემდეგ, მხოლოდ მე-100 მეტრის ხოს გამოიწვევს. ქაოსი უკვე ყირიმშია და ეს ქაოსი განთავისუფლების გასაღებია. ეს არის მანქანა, რომელიც რუსმა არტილერისტებმა ზულთ, მაგრამ იშვიათად ახერხებენ მის განადგურებას. ეს ბორბლებიანი მტაცებელია, რომელიც პოლონეთმა აჩუქა უკრაინას. ის საშიშია, სისწრაფისთვის შექმნილი და ძნელად დასამარცხებელია, მაგრამ მასაც აქვს თავისი სირთულეები. პრეს დეტალურად განვიხილავთ, რა არის ეს მანქანა, რამდენი მათგანი აქვს უკვე უკრაინას და საით მიემართება ეს პარტნიორობა ვარშავასა და კიევს შორის. საუბარია მანქანაზე სახელად ქტო როსომაგი და სახელი მართლაც შეეფერება მას. როსომაგი პოლონურად ნიშნავს ვულვერინს და როგორც ცხოველი, ეს მანქანაც ბრძოლის ველზე სხვა მთავარი მტაცებლებზე პატარა, მაგრამ შექმნილია იმისთვის, რომ იყოს გამძლე, სწრაფი და პრაქტიკულად დაუძლეველი. ტექნიკური თვალსაზრისით, როსომაგი არის 8 ბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც წარმოებულია ფინური პატრია EMV-ს ბაზაზე, მაგრამ დიზაინის სამუშაოები სინამდვილეში უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ბერს ჰქონია. პოლონეთმა ახალი ბორბლიანი ტრანსპორტიორის საწტისი მოთხოვნები ჯერ კიდევ 1990-იანი წლების შუა პერიოდში ჩამოაყალიბა. დაასრულა ისინი 1999 წელს. ხოლო 2004 წლისთვის პირველი წინასწარი სერიის მანქანები უკვე კონვეიერიდან ჩამოდიოდა, რომლებსაც შედარებით ვიწრო კორპუსი და გადიდებული პროპელერები ჰქონდათ, ფინურ ორიგინალ პროტოტიპებთან შედარებით. პოლონეთის არმიისთვის წარმოებული პირველი ორი მანქანა იმ წლის მაისში გდინიაში ჩამოვიდა. მათ დააკენეს კოშკურები და ოფიციალური სახელი მიიღეს ივნისში გამართულ ცერემონიაზე. მას შემდეგ პოლონეთმა 1000-ზე მეტი ასეთი მანქანა შეუკვეთა, 16 სხვადასხვა კონფიგურაციაში. აქ შედის როგორც სტანდარტული ჯარისკაცების გადამზიდი მანქანები, ასევე სარდლობის პუნქტები და თვითმავალი ნარუნტყორცნის სისტემა RAK, რომელსაც მალე კიდევ ერთხელ ვახსენებთ. მან პირველად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა პოლონელ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში მიიღო, სადაც ერთ-ერთმა მანქანამ პირდაპირი დარტყმა მიიღო RPG-დან წინა ჯავშანზე, მაგრამ ჭურმა ვერ გაარღვია ჯავშანი. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არ ყოფილა. პოლონურმა როსომაკებმა ავღანეთში მომდევნო წლებში არაერთი თავდასხმა აიტანეს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა დაუმარცხებელი არ იყო, ამ ადრეულმა საბრძოლო გამოცდილებამ პოლონეთის სამხედროებს დაარწმუნა, რომ კონსტრუქცია საკმარისად საიმედო იყო, რათა მასში ინვესტიცია გაეგრძელებინათ. ეს საბრძოლო გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი, რასაც ახლა უკრაინელი ჯარისკაცები დონბასში და ხარკოვის გარშემო ამ მანქანით განიცდიან, პირდაპირ ეფუძნება იმ გაკვეთილებს, რომლებიც პოლონელებმა 10 წლეულნახევრის წინ საკუთარი სისხლით გადაიხადეს. დავიწყოთ იმ რიცხვით, რომელიც ამ ეპიზოდს სახელს აძლევს. დოკუმენტებში როსომაკის მაქსიმალური სავალი სიჩქარე 100 კმ/სთ-ში, რის საათში A მითითებული. ეს მაჩვენებელი თანმიმდევრულად ფიქსირდება როგორც პოლონურ, ისე უკრაინულ წყაროებში. ეს რიცხვი უკვე საკმარისია, რომ როსომაკი ამ ბრძოლის ველზე უმეტეს ჯაჭვიან მანქანებზე სრულიად სხვა კატეგორიაში მოხვდეს, რადგან ჯაჭვიან მანქანებს შორის არც ერთი არ აღწევს ასეთ სიჩქარეს ასფალტზე. მაგრამ ასევე არის საინტერესო რამ, რაც პირდაპირ ეკიპაჟისგან მოისმინეთ, რომლებიც ამ მანქანას 44 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის შემადგენლობაში მართავენ. მესროლენ გითხრა, რომ ფიქრობს, მანქანას შეუძლია მიაღწიოს დაახლოებით 120 კმ/სთ. თუმცა ამ მონაცემის გადამოწმება ოფიციალურ დოკუმენტებში ვერ შევძელით. ამას უფრო როგორც ჯარისკაცის სუბიექტურ შტაბეჭდილებას უყურებთ, ვიდრე დადასტურებულ რიცხვს. მაგრამ იქნება ეს 100 თუ 120. ჩვენ საუბრობთ ბორბლებიან საბრძოლო მანქანაზე, რომელსაც შეუძლია თითქმის ყველაფერი გაასწროს ამ ფრონტზე. სწორედ ეს სისწრაფეა მიზეზი, რატომაც რუს მესროლეებს უჭირთ მის დამიზნება მანამ, სანამ უკვე არ გაქრება. წონის ფრით საბაზისო კონფიგურაციაში დაახლოებით 22 ტონას ვიღებთ, რაც იზრდება 25 ან 26 ტონამდე. დამოკიდებულია დამატებული ჯავშნის პაკეტზე. მას ამოდრავებს დიზელის ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 480-დან 490-მდე ცხენის ძალას, რაც მას აძლევს საკმარის ბრუნვის მომენტს, რომ ეს წონა ადვილად აიტანოს ციცაბო აღმართებზე და რთულ რელიეფზე, ისე რომ არ დაკარგოს ის სისწრაფე და რეაგირება, რასაც უკრაინელი ეკიპაჟები აკებენ. ერთმანძღოლმა ვისთანაც ვისაუბრეთ, რომელიც ადრე სამოქალაქო ცხოვრებაში მომდევნო თაობის T8 ჰოლანდის ტრაქტორს მართავდა, გითხრა, რომ ეს გადასვლა მისთვის მოულოდნელი იყო. მას არასდროს უმსახურია.
არასდროს შეხებია ქვეითთა საბრძოლო მანქანას. და მაინც მისი თქმით, ავტომატური გადაცემათა კოლოფი იმდენად ნაცნობი იყო, რომ ყველაზე დიდი შეგუება მხოლოდ მანქანის მასშტაბებსა და მარჯვენა მხარეს არსებულ ბრმა ზონას დასჭირდა. ეს შეიძლება პატარა დეტალი იყოს, მაგრამ ეს ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორ არის ეს პლატფორმა დაპროექტებული. ის იმდენად ადვილად ასათვისებელია, რომ ჯარისკაცებს, რომლებსაც არ აქვთ ჯავშან ტექნიკასთან გამოცდილება, შეუძლიათ რამდენიმე კვირაში მიაღწიონ სამუშაო კომპეტენციის დონეს, თვეების ნაცვლად. სავალი მანძილიც კიდევ ერთი ძლიერი მხარია. წყაროს მიხედვით, ჩვენ ხედავთ მაჩვენებლებს 700-დან 800 კილომეტრამდე. სათვავის ერთი ავზით. რაც უკრაინულ დანაყოფებს აძლევს შესაძლებლობას გადაადგილდნენ ფრონტის დიდი მონაკვეთებზე, მუდმივად სათვავის შევსების ლოგისტიკაზე ფიქრის გარეშე. ეს რომ დავუმატოთ ძალიან მაღალი გზის სიჩქარე, ეს არის მანქანა, რომელიც შექმნილია სწრაფად გადაადგილებისთვის, ძლიერი დარტყმისთვის და ხელახლა პოზიციის შეცვლისთვის მანამდე, სანამ საპასუხო ცეცხლი ან დრონის ოპერატორი მოახერხებს მის დაფიქსირებას. ახლა ვილაპარაკოთ, როგორ აკენებს ეს მანქანა რეალურად ზიანს. ყველაზე გავრცელებული კოშკურა, რომელიც უკრაინულ როსომაგებზეა დაყენებული, არის იტალიური დიზაინის HitFist 30P. ორი კაციანი კოშკურა, რომელიც აგებულია 30 მმ-იან ავტომატურ ქვემეხზე, რომელსაც უკრაინელი ეკიპაჟები ახდერენ როგორც სწრაფს, ზუსტს და შთამბეჭდავს. მემიზნისგან მიღებული პირდაპირი ანგარიშის მიხედვით, ეს ქვემეხი წუთში 200 ვაზნას ისვრის და კოშკურის შიგნით თითქმის მოტყუებით მშვიდია. გარეთ კი, როგორც მან თქვა, ეს სრულიად სხვა ამბავი. ქვემეხს შეუძლია ისროლოს პროგრამირებადი საჰაერო აფეთქების ვაზნები, რაც განსაკუთრებით ეფექტურია ღია სივრცეში მყოფი ქვეითების, მსუბუქი ტექნიკის და თუნდაც დაბალ სიმაღლეზე მფრენი ვერტმფრენების წინააღმდეგ. და მას ამაგრებს 7.62 მმიანი ტყვიამფქვევი. ახლო და სწრაფად მოძრავი საფრთხეებისთვის. მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო დამატებაა, რომელიც უმეტეს ანგარიშებში არ ჩანს. კოშკი ვაზნებს ათვლის ორ ცალკე ნაწილში და არა ერთ საერთო ლენტაში. ეს ნიშნავს, რომ ეკიპაჟს შეუძლია ერთ მხარეს მაღალი აფეთქების ჭურვები ჩატვირთოს, ხოლო მეორე მხარეს ჯავშანგამტანი ჭურვები და საჭიროების მიხედვით მხისიერად გადართოს მათ შორის, იმის მიხედვით, რა მიზანი გამოჩნდება. არ არის საჭირო ლენტის გადატრიალების მოლოდინი, არც ბრძოლის შუაგულში გადატენვაზე წვალება. თუ რუსული ჯგუფი ღია სივრცეში გამოჩნდება, მათ მაღალაფეთქებადი ჭურვებით ურტყამენ. თუ რამდენიმე წამში მსუბუქად დაჯავშნული მანქანა გამოჩნდება, მაშინვე ჯავშანგამტან ჭურვებზე გადაერთვებიან. ასეთი მოქნილობა სწორედ ისაა, რაც ჩასაფრებას ევთხრივ შეტაკებად აქცევს. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს HitFist 30P კოშკურა ამ პლატფორმისთვის ყველაზე ახალი ვარიანტი არ არის. პოლონეთმა უკვე შეიმუშავა საკუთარი უპილოტო კოშკურა, სახელად ZSSW 30, რომელიც ეკიპაჟს თლიანად კოშკურიდან იღებს და სრულად ჯავშან მანქანის შიგნით ათავსებს. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადარჩენის შანსებს და ეკიპაჟს საშუალებას მისცემს ქვემეხს მანქანის ზემოთ გამოჩენის გარეშე მოიმსახუროს. ეს კოშკურა აერთიანებს იმავე 30-იან ქვემეხს Spike LR-ის ანტიტანკო მართვად რაკეტებთან. და ისეა დაპროექტებული, რომ თუ დრონი ან ნამსხვრევი ერთ-ერთ ამ რაკეტას ააფეთქებს, აფეთქება მიმართულია გარეთ და არა ეკიპაჟის განყოფილებაში. პოლონეთმა უკვე გააფორმა კონტრაქტები სტანდარტული როსომაკების ათეულობით ერთეულზე და თითქმის 100-მდე ახალი როსომაკ L-ის ვერსიაზე ამ კოშკურით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკა ჯერ უკრაინაში არ გამოჩენილა, სულ მცირე, ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, ეს ნათელი სიგნალია თუ საით მიდის ეს მთელი მანქანების ოჯახი. და გასაკვირი არ იქნება თუ საბოლოოდ იგივე უპილოტო კოშკურის ტექნოლოგია აღმოსავლეთშიც გამოჩნდება. დაცვის თვალსაზრისით როზომაკ არ ცდილობს იყოს ტანკი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სრულიად უმწია. წინა ჯავშანი შექმნილია 14.5 მმიანი ძიმე ტყვიამფქვევის ტყვიების შესაჩერებლად, ხოლო გვერდები გათვლილია 7.62 მმიანი შაშხანის ტყვიების წინააღმდეგ. ზოგიერთ კონფიგურაციაში დამატებულია უფრო მძიმე გარე ჯავშნის პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაცვას ისეთი საფრთხეებისგან, როგორიცაა ხუმბარ-მთხორცნებიდან ნასროლი ჭურვები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები. ეს განახლებული კომპლექტები თავდაპირველად შეიქმნა იმ მანქანებისთვის, რომლებიც პოლონეთმა ავღანეთში გაგზავნა 2000-იან წლებში. მანქანამ ასევე უნდა გაუძლოს კორპუსის ქვეშ 6 კილოგრამიანი მაღალფეთქებადი მუხტის აფეთქებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ომის დიდი ნაწილი ახლა ნაღმებითა და გზაში დამალული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით მიმდინარეობს. თუმცა, სწორედ აქ იჩენს თავს გარკვეული ნაკლოვანებები. ღია წყაროების მონიტორინგის პროექტმა ORIX-მა დაადასტურა უკრაინული როსომაკების რამდენიმე დადასტურებული დაკარგვა ამ ომის განმავლობაში და ვიკიპედიის მონაცემებით სულ მცირე 6 განადგურებულია და 1 დაზიანებული ბოლო მონაცემებით. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარად სასწაულ მანქანას არ წარმოადგენს და მასში მებრძოლები მას დაუმარცხებლად არ მიიჩნევენ, რაც თითქმის ყველა ჩვენ მიერ ნაპოვნ ანგარიში გამოირჩევა, როგორც ეკიპაჟების, ასევე ღია წყაროების ცნობების მიხედვით, არის ის, რამდენი ასეთი მანქანა გადაურჩა დარტყმებს, რომლებიც ნაკლებად დაცულ ტექნიკას ფატალურად დაუჯდებოდა. ერთმა ეკიპაჟმა გითხრა, რომ მათზე რუსული ლანცეტის დრონები რამდენჯერმე მიიტანეს იერიში. ზოგჯერ მაშინაც კი, როცა ფრონტის ხახაზის უკან მოსაცდელ პოზიციაში იდგნენ და რომ ამ მანქანებმა დაზიანება მიიღეს და მაინც გადარჩნენ. ეკიპაჟები უვნებლად გადმოვიდნენ. მანქანები შეკეთების დეპოში დააბრუნეს, შემდეგ კი ისევ სამსახურში დაბრუნდნენ.
ეს გადარჩენის უნარი, უფრო მეტად ვიდრე რომელიმე ცალკეული მახასიათებელი ქაღალდზე, შეიძლება იყოს მთავარი მიზეზი, რის გამოც უკრაინული დანაყოფები კიდევ უფრო მეტ ასეთ მანქანას ითხოვენ. მაგრამ თუ ერთი სისუსტეა, რომელიც ყურადღების ღირსია, ეს ტალახია. ეკიპაჟებმა აღნიშნეს, რომ ღრმა ტალახში მანქანა ცუდად მუშაობს. თუ საბურავების ცნევას არ შეამცირებენ მანქანის ცენტრალური საბურავების გაბერვის სისტემის გამოყენებით, რათა უკეთესი მოჭიდება მიიღო. თუმცა თუ საბურავები დაზიანებულია და მანქანას უწევს მხოლოდ მისი run flat ჩანართებით გადაადგილება, ის მხოლოდ დაახლოებით 20 კილომეტრს შეძლებს გავლას, სანამ შეკეთება აუცილებელი გახდება. ეს ნიშნავს, რომ მეთაურებს მაინც სჭირდებათ მარშრუტებისა და ევაკუაციის ვარიანტების ფრთხილად გათვლა, რაც შეიძლება სერიოზულ ტაქტიკურ შეზღუდვად იქცეს ომში, რომელიც ძირითადად ღია მინდვრებსა და მდინარის წყალდიდობის ველებზე მიმდინარეობს. შემდეგ არის ეგრეთ წოდებული ამფიბიური შესაძლებლობა, რაც როსომაქს საშუალებას აძლევს წყლის ბარიერებზე გადაცუროს საათში დაახლოებით 10 კილომეტრის სიჩქარით. უკანა მხარეს დამონტაჟებული პროპელერებისა და დასაკეცით ცხვირის ფრთების გამოყენებით. ქაღალდზე ეს შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ უკრაინელი ეკიპაჟები რეალურად ურჩევენ, რომ საბრძოლო პირობებში მისი გამოყენება არ ღირს. და რაც ჩვენ ვიცით, უკრაინულ ძალებს ამ ომში ეს საცურაო შესაძლებლობა ოპერაციულად საერთოდ არ გამოუყენებიათ. ყველა მონაცემით, მანქანა წყალში უნდა ჩაჯდეს სპეციალურად მონიშნულ წყლის ხაზამდე და კარგად უნდა იტივდიოს. მაგრამ პრაქტიკაში მდინარეში ცეცხლის ქვეშ აღმოჩენის რისკი აშკარად აჭარბებს სარგებელს. ასევე არსებობს სწავლის პროცესი, რომელსაც ადვილად შეიძლება ყურადღება არ მიაქციო. ერთმა ეკიპაჟის წევრმა გითხრა, რომ მხოლოდ უკანა სადესანტო კარების სწორად გამოყენების სწავლაც კი, საკეტების სწორად გასწორებას და საკეტების სწორ თანმიმდევრობით გაკეთებას რამდენიმე დღე ინტენსიური ვარჯიში დასჭირდა, სანამ ეს ავტომატურად არ გამოსდიოდათ. და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდნენ ეკიპაჟის წევრები კოშკურის სისტემების შესწავლაზე. თუ ეკიპაჟის კარები გაიჭედება ან დაზიანდება, არსებობს სათადარიგო სახურავის ლუკები. უკან ყოფი 8 ჯარისკაცი ამ ჭიშკრებიდან შეძლებს გამოსვლას, რაც ჭკვიანური დიზაინის სარეზერვო გადაწყვეტაა. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს მაინც რთული მექანიზმია, რომლის სრულად ათვისებასაც საკმაოდ დრო სჭირდება, თუნდაც ჯარისკაცებისთვის, რომლებიც სწრაფად სწავლას ცდილობენ. გახსოვთ ის სამოქალაქო პირი, რომელმაც თქვა, რომ მართვის პანელი ნაცნობი ეჩვენებოდა. რაც ნამდვილად არ არის ნაცნობი, ეს არის კორპუსის უზარმაზარი ზომები და უზარმაზარი ბრმა ზონები, რაც ამ მანქანებს შეიძლება ჰქონდეთ. ზოგ შემთხვევაში ამას მხოლოდ მრავალჯერადი ბარიერების გადალახვითა და პარალელური პარკირების ვარჯიშებით თუ დაძლევ. ეს პატარა ფანჯარაა იმის გასაგებად, თუ ამ ომის რა დიდი ნაწილი მოდის იმ ადამიანებზე, რომლებიც 2 ან 3 წლის წინ ტრაქტორებსა და მიწოდების სატვირთოებს მართავდნენ, რომლებიც ნატოს სტანდარტის ჯავშან ტექნიკის მართვის პულტებთან არ მოშდნენ და მათგან ელიან, რომ სწრაფად დაეუფლებიან მას. მაგრამ სანამ გადავიდოდეთ იმაზე, თუ როგორ გამოიყენება ეს ტექნიკა, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ მიიღოთ მეტი განახლება და ყველაფერი გეოპოლიტიკაზე. ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირნებთ ვიდეოებს, სადაც განვიხილავთ ტექნიკურ მახასიათებლებს, ტაქტიკას, ყოველდღიურ მოვლენებს და დეტალურ ანალიზს იმის შესახებ თუ რა ხდება ომში. ეხლა, ტაქტიკური თვალსაზრისით, ფრონტალური შეტევების ნაცვლად, უკრაინელი როსომაგის ეკიპაჟები როგორც ჩანს გამოიყენებიან დისტანციური დარტყმებისა და სწრაფი ჩასაფრებებისათვის. ისინი იღებენ სამიზნის კოორდინატებს, იკავებენ პოზიციას, იმ წუთში 200 გასროლის ქვემეხიდან ცეცხლს უხსნიან ქვეითთა პოზიციებზე ან გამაგრებულ შენობებზე და შემდეგ ტოვებენ ადგილს მანამ, სანამ რუსული артиლერია ან დრონები მოახერხებენ რეაგირებას. ერთმა ეკიპაჟმა აღწერა, როგორ მიუახლოვდნენ დაახლოებით 400 მეტრამდე ვოჩანსკთან, რათა დაეხმარონ დინარის პლაცდარმის გაწმენდაში, რომ უკრაინელ ქვეითებს შეძლებოდათ გადაკვეთა. და კიდევ ერთი შეტაკება, სადაც ისინი დაახლოებით 150 მეტრამდე მიუახლოვდნენ 2 სართულიან შენობას, სადაც გამაგრებული რუსი ჯარისკაცები იყვნენ, დაანგრიეს შენობა, რათა დაეფარათ უკრაინული ძალების უკან დახევა. პირდაპირ ბრძოლის მიღმა, ეს მანქანები ასევე გამოიყენება არმიის ინჟინრების მხარდასაჭერად, რომლებიც ღამით აშენებენ დინარის გადასასვლელებს, პერსონავისა და აღჭურვილობის გადაყვანისთვის, ასევე დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციისთვის ცეცხლის ქვეშ. რაც მიუთითებს, რამდენად მრავალმხრივია ეს პლატფორმა, როცა ის რეალურად საბრძოლო ზონაშია. ეხლა კი ჩნდება კითხვა. რამდენი ასეთი მანქანაა რეალურად უკრაინაში, რომ შეასრულოს ეს ტაქტიკური როლი. პოლონეთის მთავრობამ 2023 წლის აპრილში გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის მიეწოდა 200 KTO როსომაკი და ეს 200 მიასი მიწოდებული ერთეული მუდმივად ფიგურირებს, რაც მიუთითებს, რომ მინიმუმ ამდენი მაინც არის ადგილზე. უკრაინის 21 მექანიზებული ბრიგადა, გავრცელებული ინფორმაციით, პირველი იყო, რომელმაც ამ მანქანების მიღება დაიწყო 2023 წლის ზაფხულში და 54 ცალკეული მექანიზებული ბრიგადა, რომლის წარმომადგენლებიც ერთ-ერთ მედია საშუალებას ესაუბრნენ, ამჟამად ასევე იყენებს ამ მანქანებს. რაც გვიჩვენებს, რომ სოლიდური პარკი განაწილებულია უკრაინის რამდენიმე დანაყოფში. საითმიდის ეს პარტნიორობა აქედან. აქედან იწყება ნამდვილად საინტერესო ნაწილი, რადგან პოლონეთი და უკრაინა აღარ რჩებიან მხოლოდ მარტივი დონორი მიმღების ურთიერთობაში. ამის ნაცვლად, ისინი გადადიან იარაღის ერთობლივ წარმოებაზე. 2026 წლის თებერვალში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ თუსკმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს განზრახულობის წერილს კიევში. ორივე ქვეყანა შეთანხმდა იარაღისა და საბრძოლო მასალის ერთობლივ წარმოებაზე, როგორც პოლონეთში, ისე უკრაინაში მდებარე საწარმოებში. საწყის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დრონებს. თუსკმა ეს დაახასიათა როგორც დაგვირგვინება მრავალი თვის მუშაობისა, რომლის მიზანიც იყო იმ ბარიერების მოხსნა, რომლებიც აფერხებდა ტექნოლოგიების გადაცემას ორ ქვეყანას შორის.
და ორივე მხარემ ეს წარმოადგინა როგორც კონკრეტული ქმედებებით გამყარებული შეთანხმება და არა მხოლოდ სიმბოლური განცხადება. და ჩვენ უკვე ხედავთ, რომ ეს კონკრეტულ პროგრამებში აისახება. უკრაინის საკუთარი წარმოების ბორდანას თვითმავალე 155 მმ-იანი ჰაუბიცა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ნამდვილ ადგილობრივ საარტილერიო წარმატებად ითვლება. პოლონეთში უნდა იწარმოოს. პოლონურ კომპანია ფონერვადოვიცესა და უკრაინის კრამატორსკის მძიმე მანქანათმშენებლობის ქარხანას შორის ერთობლივი საწარმოს მეშვეობით, პოლონელი პარტნიორი ფლობს საკონტროლო 51%-იან წილს. გეგმაა, რომ ეს უკრაინული საარტილერიო სისტემა დამონტაჟდეს შასიზე, რომელიც პოლონეთის მოთხოვნებზე იქნება მორგებული. რაც ვარშავას საშუალებას მისცემს ჩაანაცვლოს მოძველებული ჩეხოსლოვაკური დიზაინისთანა ჰაუბიცები. ამავდროულად უკრაინას პირველად ეყოლება უცხოელი კლიენტი საკუთარი დიზაინის შეიარაღების სისტემაზე. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ნიშნავს, რომ საბრძოლო პირობებში გამოცდილი უკრაინული ინჟინერია იწყებს ნატოს ქვეყნის არსენალში დაბრუნებას და არა მხოლოდ პირიქით. ეს შედის უფრო ფართო პოლონურ-უკრაინულ ჩარჩოში, სახელწოდებით აშენე უკრაინასთან ერთად, რომელიც 2025 წლის შუაში დაიწყო და სპეციალურად ერთობლივი საწარმოებისთვისაა შექმნილი. აქ უკრაინა უზრუნველყოფს ფრონტის ხაზის გამოცდილებას, განსაკუთრებით დრონების, ჩამჭერი სისტემებისა და ელექტრონული ომის მიმართულებით. ხოლო ევროპელი პარტნიორები, როგორიცაა პოლონეთი, უნეთი უზრუნველყოფენ კაპიტალს, საწარმოო სივრცეს და სერტიფიკატებს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის ბაზრებზე გასაყიდად. ამ მოდელის მიხედვით, უკრაინული კომპანიები იღებენ სტომას ევროპულ ბაზრებზე, სადაც სხვაგვარად შესვლა გაუჭირდებოდათ, ხოლო პოლონეთი იღებს სტომას საბრძოლო გამოცდილებაზე დაფუძნებულ ინჟინერიაზე, რომლის განვითარებასაც 3 წელი სრული მასშტაბის ომი დასჭირდა. საკუთარი ძალებით ამავე საბრძოლო გამოცდების ჩატარების გარეშე. ზოგიერთი კონკრეტული მთავრობათა შორისი შეთანხმების მიმართულებით პროგრესი, გავრცელებული ინფორმაციით, იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ფართო დეკლარაციას ხელი მხოლოდ 2025 წლის სექტემბერში მოაწერეს. თუმცა მიმართულება ცალსახაა და ამას რეალური ფინანსური მხარდაჭერა აქვს. პოლონეთი ევროპის კავშირის ახალი უსაფრთხო თავდაცვის სესხის პროგრამის ყველაზე დიდი ბენეფიციარია და ამ დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციალურად უკრაინასთან ერთობლივი პროექტების მხარდასაჭერადაა გამოყოფილი. ასევე დრონებისა და ანტიდრონული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და შორ მანძილზე ზუსტი საბრძოლო მასალის განვითარებისთვის. უკრაინა თავის მხრივ ასევე ელის პოლონეთის მონაწილეობას პერლის პროგრამაში, რომელიც დასავლეთის დაფინანსებულ იარაღის შესყიდვებს ნატოს მეშვეობით უკრაინაში გზავნის და უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია. რაც გვიყვანს ამ ყველაფრის უკამდგომ უფრო დიდ სურათზე. პოლონეთი უკრაინას მხოლოდ იმიტომ არ აძლევს იარაღს, რომ კარგი მეზობელი. ამავდროულად პოლონეთი ამავდროულად აყალიბებს ისეთ სამხედრო ძალას, რომელიც როგორც მისი ლიდერები ღიად აცხადებენ, ევროპაში ყველაზე დიდი და საუკეთესოდ აღჭურვილი უნდა გახდეს. პოლონეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2026 წლისთვის დაახლოებით MŠP-ს 4.8%-ს შეადგენს. ეს არის ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდი სხვაობით, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში თავდაცვაზე დაახლოებით 55 მილიარდი დოლარი იხარჯება. ეს უკვე ყველაზე დიდი წილი MŠP-დან, რომელსაც ნატოს რომელიმე ქვეყანა ხარჯავს თავის სამხედრო ძალაზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, შეერთებულ შტატებზე და ბევრად გერმანიაზე, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოზე წინ. პრემიერ-მინისტრმა თუსკმა დაწერა, რომ პოლონეთს ექნება ყველაზე დიდი არმია, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ყველაზე დიდი ინვესტიცია რეგიონში. ხოლო თავდაცვის მინისტრის ვლადისლავ კოსიუნია კამიზის თქმით, მან პირდაპირ განაცხადა, რომ მიზანია პოლონეთს ჰყავდეს ყველაზე კარგად ორგანიზებული და ყველაზე კარგად აღჭურვილი არმია კონტინენტზე. ეს ხარჯები მხოლოდ საწყობებში შენახულ ტექნიკას არ ეხება. პოლონეთი ერთდროულად იმასაც ცვლის, თუ რეალურად რამდენი ადამიანი მსახურობს. მთავრობა ასობით ათას სამედიცინო კომისიის შეტყობინებას უგზავნის გაწვევის ასაკის მამაკაცებს, ასევე ქალებსა და 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. მათ სამხედრო სისტემაში არეგისტრირებენ, თუნდაც ისინი დაუყოვნებლივ არ გამოიძახონ. ამას ამყარებს გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ პოლონელები სულ უფრო მეტად უჭერენ ხარს სავალდებულო გაწვევას. 2022 წელს გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მხოლოდ 35.7% უჭერდა მხარს მამაკაცებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას. მაშინ, როცა 2026 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ დაახლოებით 52% რესპონდენტებისა მხარს უჭერდა სამხედრო სამსახურს. 31% კი მას მტკიცედ უჭერდა მხარს. ამავე დროს პოლონეთი ინვესტიციებს ახორციელებს საკუთარი ინდუსტრიული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, რაც ბევრად ცდება მხოლოდ უცხოური ტექნიკის შეძენას. პოლონეთის შეიარაღების ჯგუფმა ახლახან გააფორმა ხელშეკრულება ადგილობრივი საწარმოს ასაშენებლად, რომელიც შეძლებს ამერიკული აბრამსის ტანკების გაზის ტურბინის ძრავების სრულ რემონტს. ეს ნიშნავს, რომ პოლონეთი გახდება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც შეეძლება ამ ძრავების მომსახურება ისე, რომ მათი ამერიკაში დაბრუნება არ დასჭირდეს. პოლონეთმა ასევე გაუშვა საკუთარი სადაზვერო თანამგზავრები ორბიტაზე და აქტიურად მუშაობს თავის პირველ ბირთვულ ელექტროსადგურზე, რომლის მშენებლობის დაწყება 2028 წელს იგეგმება. ფინანსური თვალსაზრისით პოლონეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირის ახალი Safe Defense პროგრამის ფარგლებში სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და თითქმის 44 მილიარდი ევრო მიიღო. დაახლოებით 45 მილიარდი დოლარი.
რაც ყველაზე დიდი თანხაა წევრ ქვეყნებს შორის რუმინეთის, საფრანგეთისა და იტალიის წინ. დაახლოებით 2/3 იმ აღჭურვილობისა, რომელიც ამ თანხით შეიძინება, უნდა იყოს ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონის ან უკრაინული მომწოდებლებისგან. და პოლონელმა ოფიციალურმა პირებმა ღიად განაცხადეს, რომ ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ ერთობლივ პროგრამებში ჩაიდება უკრაინასთან, გარდა ინვესტიციებისა დრონებსა და ანტიდრონულ სისტემებში, ხელოვნურ ინტელექტსა და შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალებში. თუმცა ამ მიზნის მიღწევა სრულიად მარტივი არ ყოფილა. პოლონეთის პრეზიდენტმა თავდაპირველად ვეტო დაადო დაფინანსების მექანიზმის ნაწილს სუვერენიტეტის საკითხების გამო. და ვარშავამ ამის შედეგად უნდა გადაეწყო, როგორ გადანაწილდებოდა ეს თანხა. რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თუნდაც ისეთ ქვეყანაში, რომელიც ასე აგრესიულად მოქმედებს თავდაცვის სფეროში, მაინც არსებობს სერიოზული პოლიტიკური დებატები იმის შესახებ, როგორ უნდა დაფინანსდეს ეს ყველაფერი. შეაერთეთ ეს შიდა ხარჯების ზრდა Safe სესხის პროგრამასთან. ასევე მიმდინარე F-35 გამანადგურებლების შესყიდვებთან. აბრამსის ტანკები და სამხრეთ კორეული წარმოების სისტემები, რომლებსაც პოლონეთი სულ უფრო მეტად მიმართავს, რადგან მათი მიწოდების ვადები უფრო სწრაფია ვიდრე დასავლური მომწოდებლების შემთხვევაში, და სწრაფად მზარდი შიდა სამხედრო მრეწველობა, რომელიც ახლა თავად უკრაინასთან ერთად აწარმოებს იარაღს. და რასაც ჩვენ უყურებთ, მხოლოდ კიევის მხარდაჭერა არ არის. ეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ნამდვილად სერიოზული სამხედრო ძალის ჩამოყალიბებაა. ისეთი ქვეყნის, რომლის ხელახალი შეიარაღება და უკრაინის მხარდაჭერა ერთი და იმავე პროექტის ორი მხარე გახდა. რუსეთმა 1500 დღეზე მეტი დახარჯა ერთი პატარა უკრაინული სოფლის დასაპყრობად. ტანკები, артиლერია, დრონების ჯგუფები, ათასობით ჯარისკაცი და მაინც ვერ მოიგო. ეს უბრალოდ კიდევ ერთი წარუმატებელი შეტევა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ გადაიქცა რუსეთის შეჭრა საოცარი დანაკარგებისა და შემცირებული სარგებლის ომად. და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერი გამოიყენეს, კრემლი მაინც ვერ იპყრობს მას. საუბარი მიდის სოფელ მალა-მალა-დოგმაჩკაზე, რომელიც რუკაზე განსაკუთრებულად არ გამოირჩევა. მისი ფართობი სულ რაღაც 3 კვადრატული მილი, ანუ 8 კვადრატული კილომეტრი. და ომამდე აქ 3000-ზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობდა. სოფელი მდებარეობს პოლოჰის რაიონში, ცენტრალურ ზაპორიჟიეში. ზაპორიჟიეს ქალაქიდან დაახლოებით 27 მილი, ანუ 60 კილომეტრში. სოფელს არ აქვს ფართო ცნობილი ღირსშესანიშნაობები ან სხვა გამორჩეული ადგილები. ომამდე ის ადგილობრივად ყველაზე მეტად აგურის ქარხნით იყო ცნობილი, სადაც ადრე ბევრი მცხოვრები მუშაობდა. საერთო ჯამში ეს სოფელი ძალიან გავს უკრაინის სხვა უამრავ დასახლებას, რომლებიც მთელ ქვეყანაშია გაბნეული და რომელთაგან ასობით წლების განმავლობაში რუსეთის ძალებმა დაიკავეს. თუმცა ეს ადგილი, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად შეუმჩნეველია, სამხედრო ისტორიის ყველაზე ცნობილ ადგილებსაც კი შეადარეს. კართაგენიდან კონსტანტინოპოლამდე, ლენინგრადი, ალექსანდრია, ტროა და ვერდენი. რატო? იმიტომ რომ რუსეთისთვის მისი დაპყრობა და კონტროლის დამყარება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ტანკები, ჭურვები, შეტევის რაზმები და ჯავშან ტექნიკის კოლონები. კრემლის ძალებმა ყველაფერი გამოიყენეს ამ პატარა ადგილის დასაპყრობად, მაგრამ უშედეგოდ. დღემდე ის უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. იმის გასაგებად თუ როგორ და რატო, უნდა დაუბრუნდეთ სოფლის ისტორიას შეჭრის დაწყებიდან. მალადოკმაჩკამ მალევე იგრძნო რუსეთის არმიის რისო. სინამდვილეში ომის დაწყების დღიდან მალადოკმაჩკა ბრძოლის წინახასთან ახლოს იყო. როცა კრემლის ძალები ზაპორიჟიაში შეიჭრნენ და სწრაფად დაიკავეს ათობით პატარა ქალაქი და სოფელი, რომლებიც უბრალოდ მზად არ იყვნენ ასეთი მასშტაბური შეტევისთვის. იმ დროს მალადოკმაჩკა უბრალოდ კიდევ ერთი სახელი იყო იმ მუდმივად მზარდი დასახლებების სიაში, რომლებიც რუსეთის ხელში გადავიდა. ისე ჩანდა, თითქოს პუტინი ზუსტად იმას მიიღებდა, რაც სურდა, და მისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია უდავო წარმატებად იქცეოდა. მაგრამ შემდეგ კვირებში უკრაინამ შეძლო სიტუაციის სტაბილიზაცია. მისმა სამხედრო ძალებმა და მოქალაქეებმა აღდგნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს. შეაჩერეს დამპყრობლები, უკან დაახევინეს რუსები და დაიბრუნეს მრავალი დასახლება, რომლებიც მათგან სასტიკად წაართვეს, მათ შორის მალადოკმაჩკაც. მაგრამ ისტორია აქ არ დასრულებულა. 2022 წლის ივნისისთვის სოფელი მძიმე ცეცხლის ქვეშ მოექცა, როცა რუსული ჭურვები ზემოდან წვიმასავით ცვიოდა. ომამდე ის უკვე პატარა და მწირად დასახლებული ადგილი იყო, მაგრამ რუსეთის დაბომბვამ თითქმის ყველაფერი გაანადგურა. სახლები და ნაგებობები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში იდგა იქ, გადაურჩა წარსულ ტრაგედიებს, როგორიც იყო უკრაინის შიმშილი და ნაცისტური ოკუპაცია მეორე მსოფლიო ომის დროს, ნანგრევებად იქცა. მალადოკმაჩკას საბჭო შენობაც ერთ-ერთი მათგანი იყო, ხოლო ახლომდებარე სასჯელ ახსრულების დაწესებულებამ, რომელიც ომის დასაწყისში უკვე ევაკუირებული იყო, ასევე სერიოზული დაზიანება მიიღო. როდესაც ადგილობრივებმა საკუთარი სოფელი ცეცხლის ქვეშ დაინახეს, ბევრი იძულებული გახდა გაქცეულიყო და მოსახლეობა რამდენიმე ათასიდან სწრაფად შემცირდა მხოლოდ 200-მდე ადამიანამდე. მათგან ბევრი ან ხანდაზმული იყო, ან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა,
ან უბრალოდ არ სურდა დაეტოვებინა ადგილი, სადაც გაიზარდა. ბევრს მათგან ბოლოს და ბოლოს მთელი ცხოვრება ბედნიერი მოგონებები ჰქონდა იმ ადგილთან და მოგვიანებით ჟურნალისტებთანაც გაუზიარეს ისტორიები, თუ როგორ ატარებდნენ სოფლის მცხოვრებლები დიდ დროს თავად სოფელში. უკრავდნენ მუსიკას, ღეროდნენ სიმღერებს, უვლიდნენ ბაღებს და ესაუბრებოდნენ მეზობლებს. იმ დროს ჩანდა, რომ რუსეთს მცირე სირთულე ექნებოდა მალატოკ მაჩკას დაბრუნებაში და ამ შვიდობიანი ბედნიერი ისტორიების ერთხელ და სამუდამოდ დასრულებაში. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ძალიან პატარა იყო და თითქმის მთლიანად განადგურდა დაბომბვის შედეგად, მას მაინც მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა კრემლის ჯარებისთვის, რადგან ის მდებარეობდა პირდაპირ თეო 815 გზატკეცილის გვერდით. ეს იყო მთავარი ადგილობრივი ლოგისტიკური მარშრუტი, რომელიც ორიხივსა და პოლოჰის აკავშირებდა. თუ რუსეთი შეძლებდა მალატოკ მაჩკას აღებას, მას შეეძლებოდა ეს განადგურებული დასახლება გამოეყენებინა პლაცდარმად რეგიონში შემდგომი წინსვლისთვის და გადაენაცვლა საკვანძო ქალაქ ორიხივში. საბოლოო მიზანი კი თავად რეგიონული დედაქალაქის აღებაა. როგორც დმიტრო პელიკი, უკრაინის 118 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, რომელიც 2023 წლიდან იცავს ამ ტერიტორიას, ამბობს, მალატოკ მაჩკა ორიხივის სამხრეთ კარიბჭეა. თუ ნაბიჯურები მოახერხებენ სოფელში შესვლას და დამატებითი დრონების დანაყოფებით მის გამაგრებას, ქალაქში ცხოვრება ბევრად უფრო კოშმარული გახდება ვიდრე ახლა. დღეები კვირებად იქცევა, კვირები კი თვეებად, მაგრამ რუსებს მაინც არ შეუძლიათ სოფლის აღება. 2023 წლის გაზაფხულისთვის ეს ადგილი ნანგრევებად იყო ქცეული. სახლების უმეტესობა განადგურებული იყო. იქ სადაც ადრე ყვავილების ბაღები და ვაშლის ხეები იყო, ეხლა ორმოებია, ხოლო ქუჩები ნანგრევებითაა სავსე. ისინი, ვინც დარჩენა აერჩია, ან სხვა გზა არ ქონდა, მუდმივი დაბომბვის საფრთხის ქვეშ ცხოვრობდნენ. და ამასთან ერთად იძულებულნი იყვნენ გადარჩენილი იყვნენ სუფთა წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე. მათ დღის და ღამის დიდი ნაწილი სარდაფებში დამალვაში გაატარეს. თუმცა მათ მაინც ჰყავდათ ჯარისკაცები, რომლებიც მათ ამ ტერიტორიაზე იცავდნენ. დრონების ეკიპაჟები თავშესაფარს ძველ ციხეში და ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსებში პოულობდნენ, საიდანაც უშვებდნენ უპილოტო საფრენ აპარატებს, რათა დაეთვალიერებინათ ტერიტორია და დაერკვათ რუსულ ტექნიკასა და ჯარისკაცებზე, რომლებიც ძალიან ახლოს მიახლოვდებოდნენ. და 2023 წლის 7 ივნისს უკრაინამ გადაწყვიტა, რომ დრო იყო ყველაფერი ახალ დონეზე აიყვანა. დასავლელი მოკავშირეებისგან მიღებული ახალი იარაღით შეიარაღებულმა უკრაინის 47 შეტევითმა ბრიგადამ და 33 მექანიზებულმა ბრიგადამ დაიწყეს მასშტაბური კონტრშეტევა, რომლის მიზანიც იყო რუსების მალატოკ მაჩკადან და მთლიანად ზაპოროჟიედან უკან დახევა. სამწუხაროდ მათი ტაქტიკა თავიდანვე ვერ შეესაბამებოდა მათ ამბიციებს. საწყისი შეტევა კატასტროფა იყო. მთელი უკრაინული ტანკების კოლონა ანტიტანკური რაკეტებით დაიბომბა, როცა ისინი სოფლის საზღვრებთან ახლოს ნაღმებით დანაღმულ ველს კვეთდნენ. სულ 25 მანქანა დაზიანდა ან განადგურდა, მათ შორის 5 ლეოპარდ 2 ტანკი. ხოლო ჯარისკაცებს იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ თავიანთი მანქანები და სასოწარკვეთილებმა თავი და დაჭრილი თანამებრძოლები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. 3 დღე ზედიზედ უკრაინა ცდილობდა რუსების უკან დახევას, მაგრამ უშედეგოდ. ისინი მძიმე ცეცხლის ქვეშ ექცეოდნენ და ყოველ ჯერზე იძულებულნი იყვნენ დაეხიათ. მათი დანაკარგების მასშტაბი იმდენად მძიმე იყო, რომ ბევრმა სამხედრო ექსპერტმა სერიოზული ეჭვები გამოთქვა უკრაინის თავდაცვის უნარიანობაზე, თუნდაც დასავლეთის მხარდაჭერის პირობებში. თუმცა, როგორც ბოლო რამდენიმე წელმა აჩვენა, უკრაინას საოცარი უნარი აქვს. სკეპტიკოსებს მათი შეცდომა დაუმტკიცოს. საწყისი იმედგაცრუების შემდეგ მისმა ძალებმა გადაჯგუფება მოახდინეს და ტაქტიკა შეცვალეს. რამაც მალე ბევრად უფრო დადებით შედეგებამდე მიიყვანა. თვის ბოლოს ბრიგადის გენერალმა ოლექსი რომოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა ამ ტერიტორიაზე თითქმის 2 მილის ტერიტორია დაიბრუნეს. ეს ბევრი არ იყო, მაგრამ რაღაც მაინც იყო. და ასე დაიწყო პოზიციური ბრძოლების ხანგრძლივი პერიოდი, სადაც ორივე მხარე დარტყმებს ცვლიდა. მაგრამ არც ერთს განსაკუთრებული წარმატება არ ქონია, არც ერთ მიმართულებით. სიტუაცია ჩიხში შევიდა. რუსული ძალები სხვადასხვა გზით ცდილობდნენ მალატოკ მაჩკასკენ წაწევას, მაგრამ მუდმივად აწყდებოდნენ იმ პრობლემას, რომ ვერ ახერხებდნენ იმ მასშტაბური წარმატებების მიღწევას, რასაც მათი მეთაურები ითხოვდნენ. მათ სხვადასხვა ტაქტიკას სცადეს. ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების გაგზავნიდან დაწყებული, უპილოტო საფრენი აპარატებითა და ჯარისკაცების მცირე საზარბაზნე ხორცის რაზმებით დამთავრებული. არაფერი მუშაობდა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მალატოკ მაჩკას უნიკალური თვისება ჰქონდა, რაც მას სხვა უკრაინული დასახლებებისგან გამოარჩევდა. გამორჩეული საჩუქარი, რომელიც თავად დედაბუნება უბოძა ამ სოფელს და რის გამოც მისი დაცვა ბევრად უფრო ადვილი იყო, ხოლო აღება გაცილებით რთული ვიდრე უამრავი სხვა დასახლების შემთხვევაში. მაგრამ სანამ ზუსტად ავხსნით რა იყო ეს, თუ ასეთი ტიპის ანალიზი გსურთ უფრო ხშირად იხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. ეხლა მალატოკ მაჩკას გამძლეობის მიზეზი გეოგრაფიულია და ის უკავშირდება ერთ-ერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს სამხედრო გაკვეთილს ისტორიაში. ომის დროს სიმაღლეზე ყოფნა ფასდაუდებელი უპირატესობა. სოფელი თავად დაბლობ ხეობაში მდებარეობს, მაგრამ გარშემორტყმულია მაღლობებით. ამ სიმაღლების კონტროლი იძლევა მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი კილომეტრის მანძილზე ხედვის საშუალებას, რაც ამ ადგილს სტრატეგიულად მულად მნიშვნელოვანს ხდის. იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ მაღლობებს აკონტროლებენ, ტრის გადაადგილების შემჩნევა და თვალთვალი ძალიან მარტივია.
ნიშნულობა არ აქვს, რას გააკეთებს რუსეთი. ტანკებს შემოიყვანს, ჯარს ან მოტოციკლებს გაგზავნის, მალატოკ მაცკას დამცველებს მათი მოსვლა ყოველთვის შეუძლიათ დაინახონ. მათ შეუძლიათ დააკვირდნენ ტრის გადაადგილებას. ზუსტად განსაზღვრონ მათი მდებარეობა. წინასწარ განსაზღვრონ, სად იქნებიან ისინი რამდენიმე წუთში და დაეყრდნონ საკუთარ არტილერისტებსა და артиლერისტებსა და დრონების ოპერატორებს, რომ გაანადგურონ ისინი. მაღალი მდებარეობის წყალობით ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან და თითქმის არ აქვთ მოულოდნელობის რისკი. ამასთან ერთად, ის ფაქტი, რომ მათ მალატოკ მაჩკას ასე დიდხანს შეძლეს დაცვა, საშუალებას აძლევდათ გაემართათ მრავალი თავდაცვითი ხაზი. სოფელში მათ შეეძლოთ ეპოვათ საუკეთესო სამალავები და ჩასაფრების ადგილები, დაეგოთ ნაღმები სოფლის გარშემო მინდვრებში და რუსები გადაეყვანათ აშკარა ბილიკებზე, რომლებიც ადვილად დასაკვირვებელია. ასე რომ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ სოფელი მთელი 2023 წლის განმავლობაში უკრაინის კონტროლქვეშ დარჩა. 2024 წელს და 2025 წლის დიდ ნაწილშიც კი. მაგრამ 2025 წლის ბოლოსკენ რაღაც მოხდა, რამაც სოფლის ისტორია სრულიად სხვა მიმართულებით შეიძლება წაიყვანა. ზუსტად 20 ოქტომბერს რუსეთმა დაიწყო ზეწოლის გაძლიერება. კრემლმა გასცა ბრძანება. წინა ხაზზე მყოფი ძალები უნდა გამხდარიყვნენ უფრო აგრესიულები და რაც შეიძლება სწრაფად დაეკავებინათ მეტი ტერიტორია, განსაკუთრებით ზაპოროჟიეს რეგიონში. იქ მოსკოვმა გაგზავნა დიდი მექანიზირებული კოლონა, რომელიც შედგებოდა 4 ტანკისგან, 12 კრეიტა საბრძოლო მანქანისგან, 8 ჯავშანტრანსპორტიორისგან და 2 ტაიგერის ტიპის მოძრავი მანქანისგან. სულ 26 ჯავშან მანქანა. მათ უნდა დაეკავებინათ მალატოკ მაჩკა ერთხელ და სამუდამოდ. ეს მცდელობა დაახლოებით ისე წარიმართა, როგორც უკრაინის საწყისი კონტრშეტევა 2023 წელს, რადგან თითქმის მთელი კოლონა დრონებმა და артиლერიამ გაანადგურა. შედეგების ამსახველი კადრები აჩვენებდა დამწვარი ნარჩენებს და მბოლავ ჩარჩოებს რუსული ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების. უკრაინამ ასევე განაცხადა, რომ შეტევის დროს 30-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც სხვა მცდელობებთან ერთად ნიშნავს, რომ რუსეთმა 2000-ზე მეტი სიცოცხლე დაკარგა ამ პატარა დასახლების აღების უშედეგო მცდელობებში. მრავალი თვალსაზრისით ეს უფრო დიდი კონფლიქტის მიკროკოსმოსია. ფრონტის ხაზის სხვადასხვა წერტილებში რუსეთმა უაზროდ გადაკარა ტანკები, ტექნიკა და უზარმაზარი რაოდენობის ჯარი მიზნების მისაღწევად. მაგრამ კვლავ და კვლავ უკრაინამ შეძლო მათი შეჩერება. შედეგად კრემლი დღეს გამარჯვებას არ არის უფრო ახლოს, ვიდრე 2022 წელს იყო. და სინამდვილეში ბევრ რაიონში უკან იხევს. ამასთან ერთად კი ყოველთვის უფრო მეტ დანაკარგს განიცდის. მაგრამ როგორც ჩანს, გაკვეთილს მაინც ვერ სწავლობს. თუნდაც მალატოკ მაჩკაზე ოქტომბრის წარუმატებელი შეტევის შემდეგ რუსეთის სარდლები არ დათანხმდნენ იმაზე, რომ სოფელი დაკარგული იყო და სხვა გზის ძებნა დაეწყოთ. ისინი კვლავაც ერთ შეტევას მეორის შემდეგ ახორციელებდნენ. დროთა განმავლობაში ნაკლებად ეკრდნობოდნენ ტანკებსა და ჯავშან ტექნიკას და უფრო მეტად მცირე შეტევით ჯგუფებს. ეს არ გამოვიდა. ამიტომ რუსეთი კიდევ უფრო დაბლა დაეშვა და თავის ერთ-ერთ საყვარელ ხრიკს მიმართა. ტყუილს. 2025 წლის 16 ნოემბერს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოფელი სრულად გათავისუფლებული იყო. იგივე თქვეს სახელმწიფო ტელეარხებზეც. ასე წოდებული სამხედრო ექსპერტები, მაგალითად ბორის როზინი, ამტკიცებდნენ, რომ არმია მალატოკ მაჩკისკენ მიიწევდა. იყო მხოლოდ ერთი პრობლემა. ეს ყველაფერი სიმართლე არ იყო. და უკრაინას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდა. სინამდვილეში კრემლის ერთ-ერთმა წამყვანმა მედია საშუალებამ United 24-მა შეაგროვა ვიდეოების სერია, სადაც იგივე ექსპერტი ზუსტად იმავე განცხადებას აკეთებდა თვეების განმავლობაში, 2025 წლის მაისიდან 2026 წლის აპრილამდე. ის კვლავ და კვლავ აცხადებდა, რომ რუსეთი მალატოკ მაჩკის აღებამდე სულ რამდენიმე დრეში იყო. ყოველ ჯერზე ეს ტყუილი აღმოჩნდა. უკრაინა აგრძელებდა ამ დასახლების კონტროლს 2025 წლის რთულ ბოლო თვეებშიც კი და ამას აგრძელებს 2026 წელსაც. სინამდვილეში სოფელმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა გამორჩეული თარიღი. 1500 დღეზე მეტი რუსების მიერ აღების გარეშე. როგორც United 24 აღნიშნავს, ეს სოფელი ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ალყების მხრივ ისეთ ადგილებსაც კი უსწრებს, როგორიცაა კართაგენი და ლენინგრადი. ის სხვა მაგალითები უზარმაზარი და განსაკუთრებულად კარგად დაცული ქალაქები იყო. თუმცა მიუხედავად მათი ზომისა და გამაგრებებისა, ის ლეგენდარული ალყებიც კი უფრო მოკლე იყო, ვიდრე ამ პატარა სოფლისთვის ბრძოლა. და სულ მცირე ამ ეტაპზე ისტორია კვლავ იწერება უკრაინის ამ პატარა კუთხეში. მაგალითად, 2026 წლის 24 ივნისს უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების სპიკერმა ვლადისლავ ვოლოშინმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ახორციელებდა შეტევებს სოფლის მახლობლად, მაგრამ კვლავ ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას. გასულ კვირას რამდენიმე დღის განმავლობაში მტერი ცდილობდა უკრაინის თავდაცვის ძალების მალატოკ მაჩკადან განდევნას და დასახლებაში შეღწევას. ამისთვის მათ ერთხელ მსუბუქი მოტორიზებული მანქანებით მასშტაბური შეტევაც კი განახორციელეს. მომდევნო დღეს მტერმა კვლავ სცადა უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე შტურმი დასახლებაში, მაგრამ ვერც ერთი მეტრის აღება ვერ შეძლო. ამ ფრონტის მონაკვეთზე წინსვლო ვერ მოახერხეს. რამდენიმე დღით ადრე, ივნისის ბოლოს, მთელი ოცეული, რომელიც 20-ზე მეტ მოტოციკლსა და 10 კვადროციკლზე იყო ამხედრებული და მათზე სახნავი მოწყობილობები ეყენა, სადეს გზა გაეკაფათ დასახლების გარშემო განლაგებულ ნაღმიან ველებში.
მათ ასევე გამოიყენეს ელექტრონული ბრძოლის სისტემები, რათა უკრაინის დრონების ჯგუფები გაენეიტრალებინათ. მათაც სრული მარცხი განიცადეს. უკრაინულმა დამცველებმა მთლიანად გაანადგურეს შეტევის ჯგუფი. დაახლოებით 36 ჯარისკაცი მოკლეს ან დაჯრეს. თავად კი არც ერთი დანაკარგი არ ქონიათ. უამრავი მარცხის მიუხედავად, ვოლოჩინი აღნიშნავს, რომ რუსეთი კლავაც სრულად არის ორიენტირებული სოფლის მიზანში ამოღებაზე. თუმცა კრემლს სულ უფრო უჭირს შეტევების ორგანიზება. იმისთვის, რომ საერთოდ მieყვანათ ჯარები დასახლებასთან საკმარისად ახლოს შტურმისთვის, რუსმა მეთაურებმა ჯერ უნდა გაეყვანათ ჯარები ეგრეთ წოდებული სასიკვდილო ზონებში, სადაც უკრაინული დართმითი და ბომბდამშენი დრონები პატრულირებენ ცაში, ეძებენ და ანადგურებენ ნებისმიერ მტერს, ვინც მათ ხედვის არეში მოხვდება. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მალატოკ-მაჩკას მიმდებარე ტერიტორია ფრონტის ძალიან საშიში მონაკვეთია, ჩანს, რომ ეს რუსეთისთვის ბევრად უფრო სახიფათოა ვიდრე უკრაინისთვის. და ეს ალბათ ყველაზე მძიმე ბრალდებაა მოსკოვის სამხედრო ძალის მიმართ ომის დაწყების შემდეგ. ეს ხომ პლანეტის მეორე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა უნდა იყოს. მას უნდა კონდეს სოფლიოში წამყვანი ტანკები, დაუმარცხებელი артиლერია და თითქმის უსასრულო მარაგი ბომბების, საბრძოლო მასალის, დრონებისა და ვაზნების. მას უნდა ჰყავდეს ყველაზე გამძლე ჯარისკაცები, გამოცდილი და გამობძმედილი ვეტერანები, რომლებიც სიამოვნებით დადებენ თავიანთ სიცოცხლეს დედა რუსეთისთვის და სამშობლოს სამსახურში უმაღლეს ფასს გადაიხდიან. მაგრამ მაინც ვერ იღებს მალატოკ-მაჩკას. და ეს დიდი ქალაქი არ არის. ეს არც კი არის ქალაქი. ის არ იყო შექმნილი ალყის გასაძლებად. აშენდა იმისთვის, რომ რამდენიმე ათას ადამიანს მშვიდობიანი და სასიამოვნო სახლი ქონოდა. მაგრამ ახლა ის ნამდვილ ციხესიმაგრედ იქცა, რომზეც ისე ლაპარაკობენ, როგორც რომსა და იერუსალიმზე. ეს არ უნდა ხდებოდეს. ეს ეწინააღმდეგება ყოველგვარ ლოგიკასა და გონებას. უბრალოდ ეს არ ჯდება ლოგიკაში. მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაფინანსებული და აღჭურვილი არმია ვერ ახერხებს პატარა სოფლის აღებას. ეს მხოლოდ თავის დამცირებით არ დასრულებულა. მან გაანადგურა მრავალწლიანი ილუზია შეუზღუდავი ძალაუფლებისა, რომელსაც პუტინი წლების განმავლობაში ქმნიდა. მან გულმოდგინე დააგო და გაავრცელა ნარატივი, რომ რუსეთი უნდა ეშინოდეთ და რომ მოსკოვის ძლევამოსილი საომარი მანქანა გაანადგურებდა ნებისმიერ წინააღმდეგობას, რომელიც გაბედავდა მის წინააღმდგომას. ეს სწორედ იგივე ილუზია იყო, რომელმაც შოკის ტალღები გაავრცელა მთელ მსოფლიოში, როდესაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში შეჭრა დაიწყო. მთელმა მსოფლიომ დაიჯერა ეს და ფიქრობდა, რომ ომი კრემლის ძალებისთვის სწრაფი და მარტივი გამარჯვება იქნებოდა. მაგრამ ნელ-ნელა ეს ილუზია დაინგრა და რუსეთის რეალური სისუსტის დამამცირებელი რეალობა გამოიკვეთა. სადაც არ უნდა შეხედოთ, ეს სისუსტე ყველაზე ნათლად ჩანს მალატოკ-მაჩკაში, სადაც უკრაინის 118 ცალკეული მექანიზებული ბრიგადა განაგრძობს გამაგრებას, თავის მიწის დაცვას და ერთ რუსულ შეტევას მეორის შემდეგ იგერიებს. ხანდახან უკრაინა ისეთ სტრატეგიას იგონებს, რომელიც ზედაპირზე შეხედვისას გიჟურად ჩანს. მაგრამ შესრულებისას საოცრებებს ახდენს. ამჟამად ჩვენ ერთ-ერთ ასეთ სტრატეგიას მოქმედებაში ვხედავთ. უკრაინამ რუსული სამხედრო მანქანის ყველაზე უცნაური სუსტი წერტილი აღმოაჩინა და მას დიდი ენთუზიაზმით უტევს. ეს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები არ არის. აქ ნავთობის საცავებზე, საწვავის ცისტერნებზე ან მომარაგების სატვირთოებზე თავდასხმებს ვერ ნახავთ. უკრაინამ რუსეთის საფოსტო ქსელი მიზანში ამოიღო. და ამით ის უზრუზრუმელყოფს, რომ თითოეული რუსი იმდენად ცუდად იტანჯოს, რომ პუტინს ზურგი აქციოს მისი შეშლილი შეჭრის დაწყებისთვის. ყველაფერი ერთ სიტყვაზე დადის wildberries-ი. ხშირად მას რუსეთის ამაზონს უწოდებენ. wildberries-ი რუსეთის ეკონომიკის მთავარი ბორბალია და როგორც მალე გაიგებთ, მისი სამხედრო ძალისაც. კომპანია უზარმაზარია. ახლა მისი ღირებულება 12 მილიარდ დოლარზე მეტია. wildberries-ი ყოველდღიურად დაახლოებით 4 მილიონ მიწოდებას ახორციელებს, რაც წელიწადში 1 მილიარდ 460 მილიონ მიწოდებას შეადგენს. და ის პრაქტიკულად ყველაფერს ყიდის. რუსეთის უამრავი მცირე ბიზნესი დამოკიდებულია wildberries-ის მუშაობაზე, რათა საქმიანობა გააგრძელო. ამის გარდა კომპანია ერთ-ერთია რუსეთში, რომელსაც შეუძლია ხელში ჩაიგდოს პროდუქტები, რომლებიც სანქცირებული უნდა იყოს. მათ შორისაა მსხვილი ბრენდების პროდუქცია, დრონები და გარკვეული კომპონენტები, რომლებსაც სამხედრო დანიშნულებაც აქვთ. საშუალო რუსი ამას უბრალოდ ამაზონის საკუთარ ვერსიად აღიქვამს. უკრაინამ კი სამიზნე დაინახა. და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინამ მიზანში ამოიღო wildberries-ი და დრონების მრავალჯერადი იერიშებით კომპანიის საწყობები მიწასთან გაასწორა. შაბათ-კვირას 18 ივლისიდან დაწყებული უკრაინამ დაარტყა wildberries-ის საწყობს ელექტროსტალში, რომელიც მოსკოვიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. საწყობი დაიცვა. შემდგომი იერიში ხოტოვსკში, რომელიც რუსეთის ტამბოვის რეგიონშია, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 400 კილომეტრში, მეორე საწყობიც გაანადგურა. მსხვერპლი დაფიქსირდა. რუსეთი აცხადებს, რომ ამ თავდაპირველ იერიშებში 80-ზე მეტი დაშავებულია და 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ორივე საწყობი პრაქტიკულად განადგურებულია, ითხოვინება Washington Post-ი. უკრაინა მას შეწყვიტა. 22 ივლისს ევრომაიდან პრესმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ასევე დაარტყა wildberries-ის საწყობს კრასნოდარში, სადაც 30-მდე აფეთქება ისმოდა ობიექტზე, რომელიც ითვლება კომპანიის მიერ ოპერირებულ მეოთხე ყველაზე დიდ საწყობად.
თავდასხმის კადრები აჩვენებს იგივე შედეგებს, რაც მანამდე იყო. მასიური ხანძრები მძვინვარებს და შავი, საშიში კვამლის სვეტები კილომეტრებზე ადის ცაში. ნევერნომისკში, რომელიც მდებარეობს სტავროპოლის მხარეში, კიდევ ერთ Wildberries-ის ობიექტს უკრაინის დრონების ძალა დაეტყო. ეს საწყობი, რომელიც კომპანიის ქსელში მე-6 ყველაზე დიდია, ასევე ცეცხლშია გახვეული. ვიდეო მასალა ამას ადასტურებს. სხვაებიც არიან. სულ 1-2 დღით ადრე ამ ბოლო დარტყმებამდე, უკრაინამ ასევე დაარტყა იუჟნი ევრატის ლოგისტიკურ პარკს დომოდედოვოში. ეს კიდევ ერთი კომპლექსია, რომელსაც Wildberries იყენებს. ლოლოდინოში დარტყმა დაფიქსირდა Wildberries-ის დასახარისხებელ ცენტრზე, სადაც Euromaidan პრესის ცნობით ნაწილობრივ განადგურდა 2 დიდი საწყობი. ამჯერად Wildberries-მა უარყო, რომ სერიოზული ზიანი მიადგა. და ამას, როგორც ჩანს, ღია წყაროების დაზვერვაც ადასტურებს, რომელმაც ვერ დაადასტურა ხანძარი აღნიშნულ ადგილზე. ასევე არსებობს ხმები, რომ უკრაინამ კიდევ ერთი Wildberries-ის ობიექტი მიზანში ამოიღო პოდოლსკში, რომელიც ასევე მოსკოვის რეგიონში მდებარეობს, თუმცა ამ ვიდეოს შექმნის მომენტისთვის ეს ხმები დადასტურებული არ არის. აქ ცალკეული დაგთქმები არ გვაქვს. ეს არის კამპანია, რომლის მიზანიცაა რუსეთის Amazon-ის ანალოგის ჩამოშლა. ეკონომიკური ზარალის მასშტაბი უზარმაზარია. ამჟამად შეფასებები დაახლოებით $2 მილიარდ აღწევს დაკარგული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით, იუწყება Kiev Post-ი. ამ თანხას კიდევ $300 მილიონი დაუმატეთ საწყობებში დამწვარი ნარჩენების გაწმენდისა და სარემონტო სამუშაოების ხარჯებისთვის. და Wildberries საკმაოდ სერიოზული პრობლემა აქვს. კომპანიის მთლიანი ღირებულების მე-6-ზე მეტი უკრაინული დარტყმების შედეგად ფერფლად იქცა. Wildberries-მა ასევე გამოაცხადა, რომ დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროგრამას დაიწყებს. დაშავებისთვის $12,000, ხოლო დაღუპვისთვის $25,000. ეს არის ადამიანის სიცოცხლის ფასი Wildberries-ში. რუსეთი სრულიად განრისხებულია იმით, რაც ახლა მთელ მის ტერიტორიაზე მოხდა. ირონიის კვალის გარეშე რუსეთი უკრაინას ტერორისტულ თავდასხმებში ადანაშაულებს. ამბოვში რეგიონის გუბერნატორმა ევგენი პოუშოვმა განაცხადა, რომ Wildberries-ის საწყობის განადგურება ამ ტერიტორიაზე იყო ყველაზე მასშტაბური და არაადამიანური ტერორისტული თავდასხმა ჩვენს რეგიონზე. გრიგორი კარასინმა, რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, როდესაც ასეთ ქმედებებს აფასებ, სხვადასხვა სიტყვა და ეპითეტი გახსენდება. მე ერთით შემოვიფარგლები, სირცხვილი. და დაამატა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პასუხი იქნება როგორც სწრაფი, ასევე მტკიცე. შეიძლება ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს სიმართლის მარცვალი აქვთ. საბოლოოდ Wildberries-ი როგორც ჩანს, სამოქალაქო ბიზნესია, რომელიც მომხმარებელზეა ორიენტირებული. მის საწყობებში მომუშავე ადამიანები ჯარისკაცები არ არიან. ისინი ჩვეულებრივი რუსები არიან, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ თავიანთი საქმე გააკეთონ. უკრაინის ბოლო დარტყმებში ნამდვილად არის მორალური რუხი, ზონის გარკვეული ასპექტი. ყოველ შემთხვევაში ზედაპირზე ასე ჩანს. მაგრამ Wildberries-ის ნამდვილი ისტორია და მიზეზები თუ რატომ განახორციელა უკრაინამ თავისი ბოლო დარტყმების სერია, ბევრად უფრო რთულია ვიდრე ეს. ეს არ არის ისტორია იმის შესახებ, რომ უკრაინა რუსეთის Amazon-ს ურტყამს. ეს არის შურისძიების, სამხედრო ტექნიკის, ჭრილოვანი გარიგებების, ეკონომიკური ტკივილისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ისტორია. ყველა ეს ფაქტორი ერთად გვაჩვენებს Wildberries-ზე თავდასხმის რეალობას. დავიწყოთ შურისძიებით და აქ ვხედავთ რუსეთის ფარისევლობას. როდესაც გუბერნატორები და მაღალჩინოსნები ტერორიზმზე ყვირიან და ისე იქცევიან, თითქოს უკრაინის მიერ გაკეთებული რამე უპრეცედენტოა. 4,5 წლის ომის განმავლობაში ისინი მოხერხებულად უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ რუსეთი ზუსტად ასეთივე თავდასხმებს ახორციელებდა. თითქმის იმ მომენტიდანვე, როცა ვლადიმირ პუტინმა გააცნობიერა, რომ მისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ იქნებოდა ის იოლის საქმე, როგორც რუს ხალხს ჰქონდა მირიდული. როგორც Kiev Post-ი აღნიშნავს, რუსეთმა სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები, განსაკუთრებით ლოგისტიკაზე ორიენტირებულებზე, თავისი სტრატეგიის მთავარ ნაწილად აქცია შეჭრისკრის პერიოდში. 100,000 კვადრატული მეტრი ლოგისტიკური ობიექტი განადგურებულია. 100,000 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, მედიკამენტები, წიგნები, საკვები, მარაგი და მილიონობით საქონელი და ამანათი დაიკარგა, აცხადებს გამოცემა. ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობდა უკრაინის კერძო და საჯარო საფოსტო სერვისების პარალიზებას. 400-ზე მეტი უკრაინული საფოსტო მანქანა განადგურდა, ასევე ქვეყნის ეროვნული საფოსტო სამსახურის რამდენიმე ასეული ფილიალი. კერძო გადამზიდავებიც არ დაუნდობიათ. Nova Poshta, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო ლოგისტიკური კომპანია, მისი 400 დასახარისხებელი საწყობი, ტერმინალი და ფილიალი განადგურდა, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. სინამდვილეში რუსეთმა კომპანიის ყველაზე დიდი დასახარისხებელი ტერმინალი კიევში დაანგრია, დაახლოებით 1 თვით ადრე, სანამ უკრაინა Wildberries დაუმიზნებდა. რუსეთმა ასევე დაარტყა სავაჭრო და სადისტრიბუციო ცენტრებს, რომლებიც ეკუთვნის ისეთ კომპანიებს, როგორიცაა ეპიცენტრი, სასურსათო ქსელი ATB, სილპოს სუპერმარკეტების ქსელი და Pozi Cash and Carry კომპანია. მხოლოდ გასულ წელს რუსული დარტყმების შედეგად უკრაინაში 500,000 კვადრატულ მეტრზე მეტი საწყობი და საფოსტო ტერმინალი განადგურდა, ამატებს Kiev Post-ი. ასე რომ, როცა რუსეთი კვირის ტერორისტები, ტერორიზმი, უკრაინის პასუხი იქნება სარკეში ჩაიხედეთ. ეს სწორედ რუსეთმა დააწესა სტანდარტი, როდესაც საქმე კერძო ლოგისტიკურ ობიექტებზე თავთავს ეხება. ეს სწორედ რუსეთია, რომელმაც პირველად განაცხადა, რომ ეს დარტყმები სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად და უკრაინისთვის სანქცირებულ საქონელზე წდომის აღსაკვეთად განხორციელდა. უკრაინა უბრალოდ აღიქვამს იმას, რასაც ახლა Wildberries უკეთებს, როგორც დიდი ხნის გადადებულ
დამზადებულ შურისძიებას იმისთვის, რასაც რუსეთი 4 წელზე მეტი აკეთებს. როგორც რუსლან ლევიევი, რომელიც კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფის სამხედრო ანალიტიკოსია, ამბობს Washington Post-თან საუბარში. აქ ხედავთ შურისძიების თვითმდგრად სპირალს. თქვენ უთხრამთ ჩვენს ჩრდილოვან ტანკერებს, ჩვენ დავარტყამთ თქვენს მშრალტვირთოვან გემებს ოდესაში. თქვენ უთხრამთ ჩვენს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ჩვენ დავარტყამთ თქვენს ბენზინგასამართ სადგურებს. ეს უბრალოდ იმ ურთიერთსაფასო ომის უახლესი ეტაპია. უკრაინამ ახლა ხან უთხრა რუსეთს, რომ თუ მას სურს შიდა ლოგისტიკაზე ბრძოლა დაიწყოს, უკრაინამ მზად არის დაასრულოს ეს ბრძოლა. მაგრამ მაინც, ეს სრულად არ ეხება იმ მორალურ ნაცრისფერ ზონას, რომელიც ვახსენეთ. შურისძიება დამსახურებულია ითქვის უკრაინა, მაგრამ მაინც, Wildberries-ი თითქოს სამოქალაქო საწარმოა. თუ უკრაინა გადაწყვეტს მის დამიზნებას, შეიძლება გაჩნდეს მტკიცებები, რომ ქვეყანა მუღალატა საკუთარ მიდგომას, ხოლო სამხედრო ობიექტებზე მიიტანოს იერიში. ხოლოდ ისაა, რომ ჩვენ ჯერ სრულად არ გაგვიმჟღავნებია მთელი ამბავი. Wildberries-ი სამხეობია, სამხედრო ობიექტია და ბევრად უფრო დიდი ვიდრე რუსეთს სურს აღიაროს, რადგან ცდილობს უკრაინა ამ ისტორიაში ბოროტმოქმედად წარმოაჩინოს. ის, რასაც ახლა გეტყვით, ყველაფერს ცვლის. უკრაინამ ამ თავდასხმებით რუსეთის მთელი სამხედრო სტრატეგიის მოულოდნელი სუსტი წერტილები გამოავლინა. თუმცა სანამ გავაგრძელებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. თუ მოგწონთ ჩვენი გადაცემა, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები, რომ ჩვენი ვიდეოები მუდმივად გამოჩნდეს თქვენს ფიდში. აი რეალობა Wildberries-ის შესახებ. ეს კომპანია მნიშვნელოვანი ნაწილი იყო რუსეთის სამხედრო მანქანისთვის, მას შემდეგ რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. საკმარისია სწრაფად ეწვიოთ კომპანიის ელექტრონული კომერციის პორტალს, რომ ეს დაადასტუროთ. რა თქმა უნდა, Wildberries-ზე არტილერიასა და რაკეტებს ვერ ნახავთ კატიტვაში. მაგრამ რასაც ნამდვილად ნახავთ, ეს არის დიდი არჩევანი იმ მიფთებისა, რასაც ხშირად ორმაგი დანიშნულების საკონელს უწოდებენ. სხვა სიტყვით, ეს არის პროდუქტები, რომლებიც შეიძლება სამოქალაქო პირებსაც გაერიდოს, მაგრამ აშკარა სამხედრო დანიშნულება აქვთ. დრონები ყველგანაა Wildberries-ზე. როგორც Kyiv Post აღნიშნავს, სიტყვა დრონის სწრაფი ძებნისას Mavic 3-ისა და Mavic 4-ის დრონების გვერდი გვერდს მოსდევს. სხვა მრავალთან ერთად, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ბრძოლის ველებზე, როგორც FPV დრონების ჩარჩოები, რომლებიც ფრონტის ხაზზე ყველგან დაფრინავენ. ამ ტიპის დრონებზე საუბრისას, Wildberries აქტიურად რეკლამირებს თავის პლატფორმაზე მრავალ უპილოტო საფრენ აპარატს, როგორც FPV დრონებს. ფაქტობრივად აცხადებენ, რომ ეს დრონები იდეალურია ჯარისკაცისთვის, რომელსაც სურს ბრძოლის ველზე უკრაინელი მტრის მოკლა სცადოს. სხვა კომპონენტები უფრო ფარულად არის დამალული, მაგრამ ისინი იქ არიან, თუ კარგად დააკვირდებით, როგორც Kyiv Post-ი ამხელს. ძებნა თითქოს უწკინარ კატეგორიებში, როგორიცაა ელექტრონიკა ან ავტონაწილები, გამოავლენს ტვირთის დამაგრების სისტემებსა და ბომბის ჩამგდების მექანიზმებს, რომლებიც დრონებზე შეიძლება დამაგრდეს. Online პორტალის ბავშვების გამოფილებაშიც კი არის დრონები. და თუ ტანსაცმლის გამოფილებაში გადახვალთ, დიდხანს არ დაგჭირდებათ, რომ იპოვოთ ტაქტიკური აღჭურვილობა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ჯარისკაცებმა. მთელი ეს აღჭურვილობა, რა თქმა უნდა, რუსეთის არმიამ უნდა მიაწოდოს, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. არსებობს ბევრი ისტორია რუსი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც აღჭურვილობისთვის თანხებს აგროვებენ. დაწყებული 2022 წლის დეკემბრის CNN-ის რეპორტაჟიდან, სადაც ირკვეოდა, რომ რუსი ხალხი ყიდულობდა ჯავშანჟილეტებსა და ჩექმებს პუტინის ცუდად აღჭურვილი ჯარისკაცებისთვის. როგორ ფიქრობთ, ეს პროდუქტები საიდან მოდის? Wildberries-ის მსგავსი კომპანიებიდან. ასე რომ, როდესაც რუსეთი ცდილობს თქვას, რომ Wildberries-ი სამოქალაქო კომპანია, რომელსაც არ უნდა დაექვემდებაროს იმ ტიპის თავდასხმებს, რაც ახლა უკრაინამ განახორციელა. ის მიზანმიმართულად ფარავს იმ ფაქტს, რომ რუსეთის ეგრეთ წოდებული Amazon-ი სინამდვილეში ისეთივე ნაწილია სამხედრო მომარაგების ჯაჭვის, როგორც ის თავდაცვის კომპანიები, რომლებშიც კრემლი მილიარდებს დებს. რაც ჩვენ რეალურად ვხედავთ, ეს არის რუსული სტრატეგიის ჩვეულებრივი მაგალითი, რომელიც ახლა ჩვენო გვიბრუნდება და გვაზარალებს. რუსეთმა სამოქალაქო და სამხედრო ლოგისტიკას შორის ზღურის წაშლა ხელოვნების დონეზე აიყვანა. ორივე იმისთვის, რომ უკრაინას გაუჭირდეს სამიზნეების ამოცნობა და ასევე იმისთვის, რომ რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც სრულად აცნობიერებენ საკუთარი ქვეყნის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, შეძლონ აღშფოთება და ტერორიზმში დაადანაშაულონ. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ყველა Wildberries-ის საწყობი, რომელიც ახლა იწვის, სავსე იყო აღჭურვილობით, რომლის გამოყენებაც რუს სამხედროებს შეეძლოთ. ეხლა ეს აღჭურვილობა განადგურებულია. ეს არის რუსეთის სუსტი წერტილი, ბნელი ლოგისტიკური ქსელი, რომელიც ეკრნებოდა სამოქალაქო პირებს, რომლებიც ორმაგი დანიშნულების პროდუქტებს ყიდულობდნენ და ფრონტზე აღზავნიდნენ, ახლა ხან განადგურდა. ან უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ერთი სუსტი წერტილია. კიდევ ერთი არსებობს. Wildberries-ის საწყობების განადგურებას დამანგრეველი გავლენა აქვს მცირე რუსულ ბიზნესებზე, რომლებიც ამ გიგანტურ კომპანიაზე იყვნენ დამოკიდებული, რათა მიეღოთ ის მარაგი, რომელიც მათ სჭირდებოდათ მომხმარებლებთან გასატიტად. Wildberries-ი არის კომპანია, რომლის წლიური ბრუნვა 35 მილიარდ დოლარამდე აღწევს. რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს კომპანია რუსეთის შიდა ვაჭრობის 10%-ზე მეტს შეადგენს, ამბობს Kyiv Post-ი. ხოლოდ Wildberries-ი აკონტროლებს რუსეთის საცალო ბაზრის 40%-ზე მეტს და ის ათასობით რუსული ბიზნესისთვის მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრი მეწარმე იყენებს Wildberries ისე, როგორც მცირე ბიზნესის მფლობელები იყენებენ Amazon-ის Fulfilled by Amazon service. ისინი ყიდულობენ მარაგს, ინახავენ მას Wildberries-ის საწყობებში და შემდეგ ყიდიან ამ მარაგს Wildberries-ის პლატფორმის საშუალებით. რუსეთის მრავალი ბიზნესის მფლობელმა უბრალოდ იხილა, როგორ დაიწვა მათი მთელი მარაგი და ისინი პანიკაში არიან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Wildberries-მა გამოაცხადა, რომ არ აპირებს კომპენსაციის გადახდას არც ერთ მომხმარებელზე, რომელმაც მარაგი დაკარგა უკრაინის თავდასხმების შედეგად. ამ მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის წლების შრომა და მილიონობით დოლარის პროდუქცია უბრალოდ გაქრა.
მორჩა ბიჭებო. დღეს ბევრი ადამიანი გაღვიძდება გაკოტრებული, რადგან კრასნოდარის საწყობი დაიცვა. ის ჯერ კიდევ იწვის. კრასნოდარელი მეგობრები ამბობენ, რომ ყველაფერი სრულიად განადგურებულია. რა უნდა გავაკეთოთ? არ ვიცით. როგორც Kyiv Post-ი იუწყება, ერთ-ერთი ბიზნესის მფლობელი ასე ამბობს. სხვა, ცრემლების შეკავებით აცხადებს, უკვე მინდა რომ ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდეს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება და ძალიან ბევრი მეწარმე იტანჯეჯება. ახლა უნდა წარუადგინოთ ანგარიშები საგადასახადო ორგანოებში. არ ვიცი რა ვთქვა ან რა გავაკეთო. მინდა რომ ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, როდესაც საქმე ეხება კიდევ ერთ მიზანს, რომელსაც უკრაინა ისახავს Wildberries-ის საწყობების განადგურებით. ასეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ეკონომიკურ ზემოქმედებაზე თუ დარჩებით, ახლა აბსოლუტურად ყველაზე ცუდი დროა რუსეთის მცირე ბიზნესისთვის, რომ ასეთი ძლიერი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს. რუსეთში მცირე და საშუალო ბიზნესები, ანუ SMB-ები, უკვე ისედაც წვალობენ, რადგან პუტინის ომი თან თქავს ყველა მუშახელსაც და ფულსაც, რაც მათ გადარჩენისთვის სჭირდებათ. 15 მაისს Moscow Times-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთში 209,000 მცირე და საშუალო ბიზნესი ლიკვიდირდა. რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, საცალო ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი იყო, სადაც სწორედ ის ადამიანები მოხვდნენ, ვინც Wildberries საკუთარი ბიზნესისთვის იყენებდა. მაღალი საპროცენტო განაკვეთები, საგადასახადო თვირთი და მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნის შემცირება ყველა ამ ბიზნესის კრახის მიზეზად დასახელდა. რუსეთის მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები უკვე იხდიან ფასს პუტინის ომისთვის. ქვეყანაში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო რუბლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური ვალუტაა. რადგან პუტინის ყოველი გადაწყვეტილება შეიძლება რუბლის ღირებულებას ან გაზრდის, ან შეამცირებს. სანქციები ამ ბიზნესებს ძლიერად აზიანებს და ბევრს რუსეთში სჯერა, რომ სამოქალაქო ეკონომიკა უკანა პლანზე დარჩა, რადგან რუსეთის სამხედრო ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-მდე გაიზარდა. ამ საშინელ სიტუაციას თუ დავამატებთ Wildberries-ის უზარმაზარი ობიექტების განადგურებას, კიდევ უფრო მეტი ტკივილი ემატება რუსულ მცირე და საშუალო ბიზნესებს და შესაბამისად რუსულ ეკონომიკას, რომელიც უკვე ინგრევა უკრაინაში შეჭრის სიმძიმის ქვეშ. რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელი ალექსანდრე შოკინი უკვე პროგნოზირებს შემოდგომის გაკოტრებების ტალღას. როგორც უკრაინის ახალი ხმა იუწება, მან ასე გამოეხმაურა ამბავს, რომ ცენტრალური ბანკი რუსულ საბაზისო განაკვეთს 14.25%-ზე ტოვებს. ეს გაკოტრებების ტალღა ახლა პრაქტიკულად გარანტირებულია. ასობით, ალბათ ათასობით მცირე და საშუალო ბიზნესი ახლა უბრალოდ უყურებს, როგორ ითვის მათი მარაგი Wildberries-ის საწყობებში და ჩვენ მზად ვართ დავნიძლავდეთ, რომ კიდევ მეტი დარტყმა იქნება. და ეს გვიყვანს ბოლო მიზეზამდე, თუ რატომ დაარტყა უკრაინამ Wildberries-ის ობიექტებს. ფსიქოლოგიური ზეწოლა ხალხზე, რომელიც გარდაულად გადაეცემა პუტინს. მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო თავისი ომი, ის ცდილობს დაარტყმუნოს რუსი ხალხი, რომ მათ არაფერზე არ უნდა ინერვიულონ. ბრძოლები ასობით და ასობით კილომეტრით შორს მიმდინარეობს, ეთხოვდა მათ პუტინი. ეს იქნება ბრძოლა, რომელიც მათ ტელევიზორებში გაიმართება და არა მათ მიწაზე. მათ მხოლოდ უნდა გაეძლოთ და რუსულ სამხედროებს გაეკეთებინათ ის, რაც თითქოს ყველაზე კარგად გამოსდით. მას შემდეგ გავიგეთ, რომ რუსეთს ყველაზე კარგად სწორედ სამხედრო მიზნების ვერ მიღწევა გამოსდის, ხოლო უკრაინა ბოლო 4,5 წლის განმავლობაში შორი მოქმედების გიგანტად იქცა. Wildberries-ის საწყობების განადგურება შეიძლება იყოს ყველაზე დამანგრეველი შეხსენება ბოლო წლების განმავლობაში ომით დაღლილი რუსი ხალხისთვის, რომ პუტინის დაწყებული ომი მათ კართან მოვიდა. კრემლისთვის ამის დამალვა შეუძლებელია. ამ საწყობების განადგურებით მილიონობით რუსი დაზარალდება. ადამიანები, რომლებიც გუშინ კარგად იყვნენ, დღეს გაკოტრებულები გაიღვიძებენ და ეს ყველაფერი უკრაინის გეგმის ნაწილია, რათა პუტინის წინააღმდეგ მისივე ხალხში იმდენი რისხვა გამოიწვიოს, რომ ისინი აიძულებენ მას ომი დაასრულოს. გახსოვთ ის ტკივილიანი შეძახილი Wildberries-ის კლიენტის, რომელიც უბრალოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებას ითხოვდა. ზუსტად ამის მიღწევას ცდილობს უკრაინა. ეს განწყობა, ეს ემოცია, ყველაფერი ბნელში ჩააგდა და პუტინი ფასს გადაიხდის. როგორც ანდრეი პიოვაროვი ამბობს, რომელიც რუსი აქტივისტია და ემიგრაციაში ცხოვრობს. ამ თავდასხმების მთავარი ეფექტი ფსიქოლოგიურია. როდესაც მოსკოვი და მოსკოვის რეგიონი ხედავენ უზარმაზარ კვამლის სვეტს, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის ცნობილ დიდ ლოგისტიკურ ჰაბებს ზემოთ ადის, ეს ბევრად უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მშრალი ანგარიშები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნათელი ხდება, რომ ასეთი თავდასხმების აღკვეთა შეუძლებელია. პუტინი უკვე გრძნობს ეწოლას. 19 ივნისის სტატიაში Pravdam გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში ჩატარებული შიდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, რუსების 60%-ზე მეტი უკვე დაღლილია პუტინის თითქოს დაუსასრულო ომით. მათ აღარ სურთ ეს ომი. მათ უბრალოდ სურთ, რომ ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს. პუტინის რეიტინგიც მკვეთრად ეცემა. იგივე გამოცემამ 17 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინის რეიტინგი 66%-მდე დაეცა, რაც ყველაზე სწრაფი ვარდნაა ომის დაწყების შემდეგ. ნუ მოგატყუებთ ის ფაქტი, რომ ეს მაჩვენებელი ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ლიდერებისთვის სასურველი იქნებოდა. პუტინი ავტოკრატია, საზოგადოებრივი აზრი. რუსეთში ისე კარგად უნდა იყოს კონტროლირებული, რომ არავინ ამბობს მის შესახებ ცუდ სიტყვას. მიუხედავად ამისა, რუსების მესამედი ღიად აცხადებს, რომ უკმაყოფილოა თავისი ლიდერით.
ალბათ კიდევ ბევრია, ვინც იგივეს გრძნობს, მაგრამ ჯერ არ აქვს საკმარისი თავდაჯერებულობა, რომ საჯაროდ გამოხატოს თავისი გრძნობები. Wildberries-ის საწყობებზე თავდასხმები ამ მზარდ უკმაყოფილებას ემატება პუტინის მიმართ. რუსეთი უკრაინას დაადანაშაულებს. ის ტერორიზმის შესახებ თავის ნარატივს ააგებს, მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს იმ ბიზნესის ფლობესის ფლობელებისთვის, რომლებიც გაკოტრდნენ, ან იმ ჯარისკაცებისთვის ფრონტზე, რომლებსაც აღჭურვილობა აღარ მიეწოდებათ, რადგან სახლში დარჩენილ ხალხს მათი ყიდვა აღარ შეუძლია. რასაც აქ ხედავთ, ეს არის ევოლუცია უკრაინის ღრმა დარტყმის სტრატეგიაში. ნავთობის ობიექტებსა და სამხედრო ბაზებს მაინც დაარტყამენ. რამდენიმე მათგანი იმავე დღეებში მოხდა, როცა Wildberries-ის საწყობები დაიწვა. მაგრამ უკრაინამ ახლახან თავის სამიზნეთა სიას ახალი ტიპის ობიექტი დაამატა. რუსეთის სტრატეგია, მისი თავდაპირველი შეჭრის წარუმატებლობის შემდეგ, იყო უკრაინაზე მეტხანს გაძლება და იმ შიდა სტაბილურობის შენარჩუნება, რომელიც პუტინის შეჭრის მხარდაჭერისთვის იყო საჭირო. ახლა ეს სტაბილურობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა, ხოლო უკრაინაზე მეტხანს გაძლება ჯერ კიდევ შორსა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნატო უკრაინას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 80 მილიარდი დოლარი დაფირდა. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ Wildberries-ზე დარტყმა ბევრად მეც ნიშნავს, ვიდრე რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კერძო ბიზნესზე დარტყმას, ცეცხლში გახვეული საწყობები ყველაფერზე მოქმედებს, რაც ომის მანქანის მუშაობას უზრუნველყოფს და ახლა პუტინი ამ ალისგან წამოსულ სიცხეს გრძნობს. ამ ველური Wildberries-ზე თავდასხმებით უკრაინამ დაამტკიცა, რომ მუდმივად აუმჯობესებს თავის მიდგომას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. სრულიად განსხვავებული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილება ახლახან მოხდა ტირიმის სანაპიროებზე. უკრაინულმა საბრძოლო დრონებმა ახლახან განახორციელეს დარტყმა, რომელიც ფილმის სცენარს ჰგავს და ეს გააკეთეს ისე, როგორც აქამდე არასდროს გვინახავს. თუ გსურთ მეტი გაიგოთ, გვაქვს ვიდეო, სადაც დარტყმის სასაუბრობთ დარტყმის შესახებ ცნობილ ფაქტებზე და იმაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ანექსირებული ნახევარკუნძულის მომავლისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი მომდევნო გაშუქება უკრაინის შემდეგი გენიალური ნაბიჯის შესახებ. მადლობა ყურებისთვის.